იო, მადლობა პირველ რიგში რომ დავთანხმდი, ვიცი რომ დრო ცოტა გაქვს და ვაფასებ რომ ეს დროც დამითმე. კი ბატონო, გამარჯობათ. მეც მადლობელი ვარ იმისთვის რომ მოხდა ჩვენი შეხვედრა, პირადი ურთიერთგაცნობა, კიდევ ერთხელ ქრისტიანს დგა. ჭეშმარიტად. მრავალს და ეს არის თქვენი ოჯახით გახარებულები, წარმატებულები და არა მარტო თქვენ, არამედ სრულიად საქართველო. მადლობა. მოდი დავიწყოთ იქიდან. 2022 წლის 24 თებერვალი. პუტინმა გამოაცხადა, რომ იწყებს სპეცოპერაციას, ის მასე ეძახის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სრულმასშტაბიანი ომი. დიახ. სათხარ შენ 2024 წლის თებერვალში. 2022 წლის თებერვალში. 2022 წლის თებერვალში მაგ პერიოდში ზუსტად კარგად მახსოვს, ვიმყოფებოდი სახლში და ოჯახურ საქმიანობას ვეწეოდი და თან ესე რომ ვთქვათ სამუშაოები გქონდა, მეგობრები ვმუშაობდით, ხეხილის ბაღებს ვაშენებდით რაღაც და ისე იყო რომ რა სისასტიკესაც უყურებდი, გული ვერ მithმენდა, მაგრამ არც საშუალება მქონდა უკრაინაში თუნდაც წასვლისთვის, რადგან სამუშაო მქონდა ისეთი აღებული და შუამდე მიყვანილი, სანამ არ დავასრულებდი, ფიზიკურად მე ვერ მოვახერხებდი გაკეთებას საქმის. მაგრამ მოხდა ისე, რომ ცოტა გადავავადეთ, ცოტა რაღაც მერე სხვები ჩაერთნენ ამ ჩემს საქმიანობაში და მე უკვე გამავთავისუფლდი. კარგი. და ზოგადად 2022 წლამდე ან ცხოვრებაში უბრალოდ რა საქმიანობდი მანამდე? ცხოვრებაში მანამდე 99 წელს გიმნაზია დავამთავრე 9 კლასი, მერე სამხედრო სასწავლებელში კადეტთა კორპუსს ეძახდნენ მაშინ. ჩავაბარე იქ 2000-ში დავამთავრე და 2022 წელს უკვე ჩავაბარე. ის ბოდიში 2002 წელს უკვე ჩავაბარე სამხედრო აკადემიაში. და ანუ გამოდის რომ ომამდე შენ უკვე რაღაც სამხედრო განათლება გქონდა, ხო? 2007 წლის 25 მაისს მე დავამთავრე სამხედრო აკადემია და დავიწყე უკვე სამსახური პირველი ბრიგადის ერთ-ერთ ბატალიონში 20-ლის მეთაურად. მან იმსახურე 2009 წლამდე, 2009 წლის შემდეგ წოდება მომემატა და გადავედი უკვე მეოთხე ბრიგადაში ცოტა ერთი საფეხურით მაღალ თანამდებობაზე. ვიმსახურე 2010 წლამდე და გარკვეული მიზეზების გამო, პირადი შეხედულებების და ის იმ პერიოდში არ მომწონდა უკვე თავდაცვის სამინისტროს რაღაც რეორგანიზაცია სტრუქტურები და უკვე გადავწყვიტე წასვლა შეირაღებული ძალებიდან. დასაგებია. და აი რა მაინტერესებს, როგორი იყო პროცესი, როდესაც წახვედი, ან ბილეთი იყიდე, ჩახვედი, შემდეგ რა ხდება? პროცესი იყო ესეთი. ერთ საღამოს ეს აქტიურ ფაზაში დაწყებული უკვე იყო ომი უკრაინაში. მე ჩემი ბავშვები, მეუღლე ვისხედით სახლში, ხო და ჩემმა მეუღლემ თვითონ მითხრა, რომ შენ ხო შეგიძლიაო დახმარებაო, იმ მომენტში ისე იყო, რომ არ ვიცი, შეიძლება პროპაგანდაც იყო რაღაც, მაგრამ ფიზიკურად და ფაქტიურად მაინც უკრაინას უჭირდა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდნენ. ფაქტიურად ესე იყო, ის პერიოდი იყო, როცა უკვე ირპენში და ბუჩაში იყო შესული მარტი, აპრილი ეს პერიოდია. დიახ, რუსის ძალები და მართლა დახვრეტები და მართლა ეს ხალხის მშვიდობიანი მოქალაქეების გაუბედურება რო ხდებოდა და ბავშვების წამება და ისინი და რა ვიცი, გადავწყვიტე ის, რომ მე როგორც ჩემი პროფესიული სამსახურიდან გამომდინარე, ის მცირედითაც კი თუ შევძლებდი დახმარებას იმ ქვეყნისათვის, გადამედგა ეგ ნაბიჯი. იმ მომენტში უკრაინელები არ ვიცნობდი, უკრაინაში ნამყოფი ცხოვრებაში არ ვიყავი და მაგეთ ნაბიჯს ყოველთვის გადავდგავ, როცა შევხედავ, რომ ვიღაც მართალს, ოღონდ სუსტს ჩაგრავს არასწორად ძლიერი. ყოველთვის ვარ მაგ ნაბიჯის გადამდგმელი. იმიტომ რომ ჩვენ სულ ესე ვიყავით, ყოველთვის მართლები ვართ ქართველები, ოღონდ ყოველთვის დაჩაგრულები რუსის მხრიდან, რადგან ის ძლიერია და ფიზიკურად ვერაფერს ვერ უშვებით. ამიტომ შინაგანი რწმენა იმისა, რომ შინაგანად უნდა იყო მებრძოლი და არა ის, რომ ვიღაც ძლიერი გამოჩნდა და იმას თავი უნდა დაუღუნო იმის გამო, რომ შენი სიმართლე დაკარგო და იმ ვიღაცის იმას შეეწყო, ეგ შინაგანი პროტესტი ყოველთვის მაქვს მე და მექნება. ხო. და მაგიტომაც მომიწია უკრაინის გაცნობა და უკრაინელებსაც. აი უკრაინელები ახსენე ახლა და შენ როდესაც ჩახვედი პირველად უკრაინაში. დიახ. რა სიტუაციას ხედავ? ან ჯერ ფრონტზე არ ხარ, ჯერ ხარ უბრალოდ ქალაქში და ხედავ ადამიანები როგორები იყვნენ, ანუ შეშინებული, გაურკვეველ მდგომარეობაში თუ რას ხედავდე? შენ რას გრძნობდი, რა სიტუაცია დაგვდა? საომარ სიტუაციაში ჩასვლის დროს მით უმეტეს ის, რომ ფრონტის ხაზზე არ ვიყავი შენასვლელი. ჩვეულებრივ მოსახლეობაში მუხტი, რაც დღემდე მახსოვს, იყო ერთსულოვნება.
ყველა ედგა ერთმანეთის გვერდში, ყველა ედგა შეიარაღებულ ძალებს გვერდში და ყველა მაქსიმალურად თავისი ლუკმა პურის ფულს იღებდა და ურიცხავდა თუ აძლევდა ჯარებს, ქვედანაყოფებს, კვების თვალსაზრისით იქნებოდა თუ შეიარაღების თვალსაზრისით თუ ელემენტარული მოხალისეობრივი სამსახურიც ხო ძალიან განვითარდა მაგრამ დიახ, მოხალისეობრივიც განვითარდა. ნუ ძალიან გვერდში ედგნენ. ერთსულოვნება იყო ძალიან ძლიერი რა. იმ მომენტში. გაიხსენე თუ გახსოვს შენი სულ პირველი საბრძოლო გასვლა. სულ პირველი საბრძოლო გასვლა იყო 2023 წლის მარტში ლუგანსკის მიმართულებაზე ვიყავით მაშინ. სამწუხაროდ ის ტერიტორიები უკვე დაკარგული გვაქვს. ვიყავით შესულები 2 სუტკით, მეორე 2 დღეღამით რა. 2 დღეღამით ვიყავით შესულები, უნდა თავდაცვა დაგვეკავებინა, უпроსორეთ დაკავებული იყო და სავარაუდო იყო მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის წამოსვლა. პირველი დღეღამე რო დასრულდა, მეორე დღის დასაწყისში კიდე შემოვიდნენ ჩვენი ქართველი ბიჭები დაგვემატნენ და აბოცანაც მოგვივიდა რომ იქიდან სხვა დავალება უნდა შეგვესრულებინა. გადავსულიყავით ცოტა გვერდზე და ახლოვებით 600 მეტრის მანძილზე უნდა შეგვემოწმებინა იქ ნაღმები იყო თუ არ იყო და უნდა დაგვეკავებინა ის თავდაცვა. ნუ სამწუხაროდ რომ მივედით ნაღმები დაგხვდა და იქ ვერანაირად ვერ ჩაჯდებოდა ჩვენი ქვედანაყოფის ძალები, რადგან ინჟინრები იყო საჭირო რომ სულ მცირე განაღმა მომხდარიყო და მე მომხდარიყო იმ პოზიციების დაკავება. შენ ახსენე რომ საქართველოში ქონდა სამხედრო განათლება და რაღაც გამოცდილებაც. ეს გამოცდილება, როდესაც შენ ჩახვედი, რამდენად თანხვედრაში იყო იმ რეალობასთან? რეალობასთან თავიდან ცოტათი თანხვედრაში იყო, მაგრამ რაც არ უნდა მაგარი ცოდნე იყოს ადამიანი, რაც არ უნდა ბევრი კურსები ჰქონოდა გავლილი. თუნდაც მე ყოველთვის მithქვია რომ ერთ-ერთი თითით საჩვენებელი ვყოფილი ვარ თუნდაც ტაქტიკის სწავლაში და თუნდაც საცხოვრებელ მომზადებაში მეც ახლა ვსწავლობ. სულ შეიცვალა ყველაფერი. საერთოდ ყველაფერი შეიცვალა, ახლა შემოდის უკვე ტექნოლოგიური ბრძოლები, რასაც თუ ადამიანი ომს ფიქრობს და მეომრობას ფიქრობს, რასაც ფეხი უნდა აურთოს. აი პირველი რა იყო, რაც იგრძენი, რომ რაც მას სწავლეს, რაღაც არ ჯდება აქ. პირველი რა იყო და რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ჩვენ დოგმატურად რაც ვიცოდით, თუნდაც 2008-ში როგორც იყო და ვიცოდით ტაქტიკურად მაგალითად, რომ მოწინააღმდეგის თავდაცვაში მყოფი ქვედანაყოფს სამჯერ მეტი ძალებით უნდა შეგვეტია და ისე უნდა დაგვეწყო შტურმები და ისე უნდა შევსულიყავით, პირველი ეგ იყო სახეცვლილი. იმიტომ იყო სახეცვლილი უკვე, რომ თანამედროვეობა იყო უკვე შემოსული ბრძოლაში. მაგალითად, ეს გადასაღები, გადავრები, ვიდეო გადავრები რო არის ეს მავიკ დრონებს რო ეძახიან, ახლად იტესტებოდა როგორც სადაზვერო დრონები და უკვე მისი მუშაობით ჩვენ ფარულად აღარ შეგვეძლო მოწინააღმდეგესთან მიახლოვება და მოწინააღმდეგესაც არ შეეძლო ჩვენამდე მოახლოვება. ანუ უკვე დიდი მასებით გადაადგილება მოწინააღმდეგისთვის 100%-ით შესამჩნევი ხდებოდა რა. და მე უკვე დაიწყო ამ დრონების ნელა-ნელა დახვეწა, თუნდაც მაგ სადაზვერო დრონებს დაუყენდა ისეთი ხელსაწყო, რომელსაც შეეძლო ყუმბარის დაკავება და მიტანა და ჩამოგდება მოწინააღმდეგესთან, რაც უკვე ეფექტიანობას ზრდიდა და დაზღვევას იმისას, რომ მოწინააღმდეგეს ანადგურებდი და თან ამას ხედავდი უკვე. ალბათობა ის აღარ იყო, რომ შენი ქვედანაყოფი გაგეშვა ისეთ ადგილზე, სადაც სავარაუდოდ მოწინააღმდეგე იყო ან არ იყო. უკვე დადასტურებულად იცოდი, თუ იყო დაჭრილი იყო, თუ დაღუპული იყო და ასე შემდეგ. უკვე დაიწყო საჰაერო დაზვერვები და აქედან გამომდინარე დაიწყო უკვე ამ ინფორმაციიდან გამომდინარე დაიწყო უკვე ქვედანაყოფების მართვები. ხო. ანუ ეს ლაივ სტრიმებს რო ეძახიან, გადმოცემით ეკრანზე უკვე მეთაური ხედავდა და კიდე რა შეიცვალა. ადრე თუ ვიცოდით რომ მეთაური, ქვედანაყოფის მეთაური ჩვენთან ერთად იყო ბრძოლის ველზე, იმ მომენტში უკვე ნაკლებად დღა შემოდიოდა მეთაური ბრძოლის ველზე რატო უნდა იყოს და იყო ხოლმე, რომ ბრძოლის თეატრი და მიმართულება ეკონტროლებინა ვიზუალურად, თვალით ეკონტროლებინა რა ხდებოდა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ინფორმაცია დაემუშავებინა და თავის ქვედანაყოფისთვის ებრძანებინა შემდგომი განვითარება სიტუაციის და მე უკვე რომ შემოვიდა ეს ტექნოლოგია,
მეთაური უკვე იჯდა ისეთ უსაფრთხო ადგილზე, საიდანაც მთლიან თეატრს ხედავდა მიმართულებას, მოწინააღმდეგისაც და საკუთარი ძალებისაც და უკვე ერთ ადგილზე იჯდა და იქიდან უკვე სრული კონცენტრირება ჰქონდა გადატანილი ქვედანაყოფის მართვაზე. აქ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ გიორგი არის ის ადამიანი, რომელიც თითქმის ყოველთვის იბრძვის იქ, სადაც არის მთავარი ეპიცენტრი, ფრონტის მთავარი ეპიცენტრი. გიო, შენ იყავი ბახმუტში, ის ჯოჯოხეთი გაქვს გამოვლილი. აი, რას გაიხსენებ ბახმუტიდან, ყველაზე ისეთი საშინელი რაც გაქვს. ან ზოგადად როგორ იყო ეს ბახმუტის ამბავი? ბახმუტში ძალიან ბევრი ვერ გამახსენდება, ელემენტარულად, იმიტომ რომ გეტყვით პირველ დავალებაზე რო ვიყავით ლუგანსკში, შემდეგ სამწუხაროდ ის ტერიტორიები დაიკარგა, ჩვენი ქვედანაყოფი გადმოყვანილი იქნა ბახმუტის მიმართულებაზე, ეს ის პერიოდი არის 2023 წლის აპრილის პერიოდი, როდესაც ბახმუტის ალყა რამოდენიმეჯერ ჩაიკეტა და შიგნით რჩებოდა როგორც რამოდენიმე მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე უკრაინული ჯარები და ყველას კარგად მოეხსენება, ეს ბახმუტი იყო, არ ვიცი, ალბათ უფრო პოლიტიკურიც თუ სტრატეგიულადაც არ ვიცი, მე უფრო პოლიტიკურად მიმაჩნია რა, სადაც ვაგნერელები იბრძოდნენ და არა მარტო ვაგნერელები, მთლიანი რუსეთის შეიარაღებული ძალების ელიტური ქვედანაყოფები უკრაინელების წინააღმდეგ და ბახმუტის შენარჩუნებაზე იყო და დაკავებაზე მთელი კონცენტრაცია გადატანილი, როგორც ჩვენი, ისევე მოწინააღმდეგის და ბახმუტის მიმართულებაზე მე როცა მომიწია, მე უშუალოდ ქალაქში არ მომიწია შესვლა. მე მომიწია ქალაქთან ახლოს მინდვრები იყო, სადაც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე რამოდენიმეჯერ ჩაიკეტა ეს ალყა და იმ ალყის გარღვევა ან თავდაცვა და ეს იყო მართლა ცუდი იმ მხრივ, რომ ძალიან დიდი მასები გვაწვებოდნენ და ძალიან დიდ მსხვერპლს განიცდიდა როგორც მოსახლეობა ნაკლებად იყო, დიდ მსხვერპლს განიცდიდნენ უშუალოდ როგორც მოწინააღმდეგის ძალები, ისე ჩვენი ძალები. ხო. იმიტომ რომ ომია და ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი მე უფრო ძლიერი ჯარი მყავს და კაცი არ მომკვდომია. მსხვერპლი ჰქონდა ჩვენც და მათაც. და კარგად მახსოვს, რა დამავიწყებს ორი ქართველი ბიჭი დაგვეღუპა, დავით ქუჩუკიანი და ვახტანგი ბარაბაძე. და კიდე 4 ვიყავით მაშინ ქართველები, 2 გადავრჩით. იმ მომენტში 2 დაიღუპა და რა სიტუაციაში მოხდა ეს ამბავი? ეს ამბავი მოხდა მოწინააღმდეგენ ძალიან შემოგვიტია იმ დონეზე, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ მარჯვენა მხარეს, ჩვენ მხარეს აკონტროლებდა 20-ათე ბრიგადა, იქაც იმ ბრიგადამაც დანაკარგები მიიღეს და იქიდან გამომდინარე, რომ ქვედანაყოფს 20-ათე ბრიგადას აღარ შეეძლო გაძლება, უკვე მთლიანი შეტევა წამოვიდა ჩვენზე. და წამოვიდა ეს მასირებულად სულ ყველაფერი. ბახმუტში რუსეთის მხრიდან ძირითადად შეტევაში იყო ვაგნერი. იქ იყო თავდაცვის სამინისტროს ძალებიც, მაგრამ იყო ვაგნერი. ვაგნერზე ზოგადად ბევრი მითი დადის, ლეგენდებიც დადის და ასე შემდეგ. შენ აი დაუშვათ 10 ქულიდან, რამდენად შეაფასებდი ვაგნერის ეფექტიანობას 10 ქულიდან? იმ მომენტში მითებიც დადიოდა და არაერთი მითი, ესე რომ ვთქვათ, დაიმსხვრა რეალობით რით. ყოველთვის ისინი სხვადასხვა რაღაცას სინჯავდნენ, მოსინჯვაში იყო. ანუ რომ ვიცით კარგად, რომ რუსული შეიარაღებული ძალები იბრძვის დოგმატიკით იმის, რომ ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ გოჯ მიწაზე გათვლილი არის ტყვია-წამლის განახარჯი, ეგენი ხარჯავდნენ იმაზე უფრო მეც, რაც ეხლა, ამერიკული სტანდარტით ყველამ კარგად ვიცით, განახარჯი შეიძლება იყოს მაქსიმალური, ძალიან ბევრი, მთავარია შედეგი იყოს მიღწეული. რუსულ დოქტრინას აქვს სხვანაირი. არის ტყვია-წამლის დაზოგვა. ყოველთვის ხდება. მან მაგათთან არ ხდებოდა. ყველაფრის, აი ერთი კაცის სიტყვაზე გაუუნებელყოფაზე, მათ შეეძლოთ მთელი დღე ემუშავათ, გინდა артиლერიით და შეიძლება ავიაციაც კი გამოეძახათ მაგის გამო. რომ თავის მიზანისთვის მიეღწიათ და იყო რა, ალბათ მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად ის მითი რაც იყო, რომ ვაგნერელები იყენებდნენ ყოფილ პატიმრებს, ჩემი ვარაუდით 99% ვფიქრობ, რომ ეს მართალი იყო, რადგან მსხვერპლს ვიღებდით ჩვენ და ვიყავით თავდაცვაში და ისინი იყვნენ შეტევაში, ანუ ისინი წინ მოდიოდნენ. ანუ იმათ უფრო მეტი დანაკარგი ყავდათ, მაგრამ ყველაფრის ფასად უღირდათ იმ ქალაქის უშუალოდ დაკავება და მაგიტომ ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს უფრო პოლიტიკური ჭრილი უფრო იყო, რომ ალბათ თავიანთი ბატონისთვის უნდა მოეხსენებინათ, რომ აი ბახმუტი თქვენ ჩაგაბარეთ, თორე რეალურად ეხლა სტრატეგიულად რომ მიუდგებიან ქალაქს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და არაფერი არ გამოდის, ჯობია იმას ან გვერდია უქციო, ან
ან ალყაში მოაქციო, ან რაღაცა და არ შეიყვანო შიგნით ჯარები და იმხელა დანაკარგი არ გააკეთო. ახლა შენ ახსენე რომ შენთან ერთად კიდე 2 ქართველი იყო, უბრალოდ 4 იყავით და 2 დაიღუპა ბრძოლაში. ეგ იყო შენი პირველი გამოცდილება, როდესაც შენიანები დაეცნენ? დიახ, ეგ იყო ჩემი პირველი გამოცდილება. მაგ დროს დავით ქუჩუკიანი იყო დაჭრილი და მაქსიმალურად სანამ ცოცხალი იყო, ევაკუაციას უკეთებდი, რამოდენიმე მეტრით მომიწია მისი ევაკუირება დაახლოებით 70-80 მეტრი, მაგრამ ის 70-80 მეტრი ოქროს მანძილი გამოდგა იმით, რომ იმ ტერიტორიას უკვე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორია იყო და ღამითვე გაუკეთეს ბიჭებმა ევაკუაცია და ცხედარი იქნა გამოსვენებული. ხოლო რაც შეეხება ვახოს, ვახო კლავში იყო 2 ადგილზე მსუბუქად დაჭრილი. მაგრამ რო გამოდიოდით უკან და ეგენი ბოლოში მოდიოდნენ, მაგ დროს კიდე საარტილერიო დაბომბვის ქვეშ ხდებოდა ეს ჩვენი გადაადგილება. ხო და ჩამოვარდა მაგ დროს ჭურვი და იმ ჭურვს ემსხვერპლა და სამწუხაროდ 50 დღის განმავლობაში ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, საბედნიეროდ მიცვალებული დღეს უკვე საქართველოს მიწაზე არის. მე ჩვენი ჯარები რო გადავიდნენ შეტევაზე, მიცვალებულის გამოსვენება უკვე მოახერხეთ და გამოვიტანეთ. აი რას გრძნობ მაგ დროს ადამიანი, როცა ამდენ ხანი შენ გვერდში იდგა, იბრძოდა და უცებ გამოგეცალა ხელიდან. არაფერი გრძნობა იმ მომენტში ძალიან ძნელი არის და სიმართლე გითხრათ, იმ მომენტში მე მქონდა კანტუზიის შოკი და დავითი და კიდე ერთი ქართველი ბიჭი მეხმარებოდნენ მე, ანუ მარტო ვიყავი მე დარჩენილი ქართველებიდან ტრანშიაში და იმათმა გამიკეთეს ევაკუაცია, ესე რომ ვთქვათ, თავშესაფრამდე, იმათმა შემიყვანეს და მეხმარებოდნენ მე და ისინი ფიქრობდნენ და არა მარტო ფიქრობდნენ, არამედ რამოდენიმეჯერ გამოიძახეს ევაკუაციაც, რომ ჩემი თავი გაეყვანათ იქიდან. რადგან მესმოდა, მაგრამ ლაპარაკი და ის არ შემეძლო ფიზიკურად რა, ძალიან დიდი დაბომბვის ქვეშ ვიყავი მოქცეული მე თვითონვე. ხო და ბოლოს ისე შეიცვალა ყველაფერი რამოდენიმე საათში სიტუაცია, რომ აქეთ ჩემი დასახმარებელი გახდნენ ზოგი ბიჭები უკვე რა. ალბათ რა ვიცი. ღმერთის ნებაც არის ძალიან ბევრი. ბევრში კი არა, ყოველთვის ღმერთის ნება არის. შენ ასეთი რაღაც ახსენე, რომ ეს ადამიანი ერთ-ერთი გარდაიცვალა ჭურვით მოხვედრით, ხო? დიახ. და აი მაყურებელს რომ უთხრათ, რომელიც ზოგადად არ ადევნებს საბრძოლო მოქმედებებს თვალს, აი ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ ომში ძირითადად კვდებიან მოწინააღმდეგეს ტყვით, მაგრამ ასე უკვე აღარ არის, ხო? დიდი ხანია ესე. ყველაზე მეტი დანაკარგი რაზე მოდის? ყველაზე მეტი დანაკარგი დღესდღეობით მოდის დრონებით. მე დრონები ვინც არიან, ადრე თუ იყო ადრინდელ ომებში ვიცოდით, რომ აი სნაიპერი იყო ყველაზე ძლიერი მკვლელი, ესე რომ ვთქვათ და იმას ეწერებოდა რამოდენიმე კაცის მკვლელობა სიტყვაზე ფრონტის ხაზზე 10, 20, 30. ეხლა დრონის ოპერატორი ვინც არის და დრონის ტარება იცის, უკვე იმხელა ფაზა არის ომის წასული და რაღაცა რომ არიან მედრონეები, რომ დარწმუნებული ვარ 1000 კაცზე მეტიც ეყოლება კარგ მედრონეს ოპერატორს, ხო? ოპერატორზეა საუბარი, დიახ. ოპერატორი მთავარი და ტექნოლოგია. ეს არის დრონებით, არ ვიცი, ადრე შეიძლება ბავშვები თამაშობდნენ, მაგრამ ეხლა უკვე დიდების თამაშად არის გადაზრდილი რა. რაც მეც მოიფიქრებ, რაც მეტი სიტყვაზე ენერგიას დაზოგავ, მოგეხსენებათ დრონს თავისი ენერგია ჭირდება მართვისთვის, ხო? და რაღაც წუთები შეუძლია ფრენა და უკეთეს ელემენტს თუ მოიფიქრებ, თუ უკეთესად დაამსუბუქებ რაღაცას, თუ იმას რაღაც საუკეთესო ჭურს მოაბავზედ, აი ეგ არის და დიდი ხანი არის უკვე ტყვით აღარ არის მკვლელობები. ძირითადად არის დაჯახება, აფეთქება და ჩამოგდება დრონიდან ნაღმის ჩამოგდებით დაზიანებები. ასეთი რაღაც მინდა კითხვა, პირიქით შევხედოთ საკითხს. დიახ. როგორი გრძნობა გაქვს, როცა პირიქით შენ ნახორციელებ ბოლო გასროლას, ანუ შენ რო უნდა გამოკრა სასახლეთი და იცი რომ მოწინააღმდეგე, ეგ არის რა, ბოლო მაგის შენი ტყვია იქნება რა. არაფერი, მაგ დროს საერთოდ არანაირი გრძნობა არ არის და ვერც ვერავინ ვერ იტყვის რომ აი მე ვგრძნობ, რო უნდა ვესროლო და ვსიო ვიცი რომ ის მოკვდება რა. ეგ არანაირი გრძნობა არ არის, ეგ არის უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი რა. შენ არ მოკლავ, ის მოკლავს. და მე აი დრო რო გადის და ფიქრობ, სინანული მაინც არ არის, ხო? არა, უბრალოდ შეიძლება ჭკვაში რამოდენიმეჯერ ტვინში გაგიელოს, რომ შეიძლება ხო ვიღაცა მოგიკლავს, მაგრამ ეს ხო ის მკვლელობა არ არის, რომ შენ სიტყვაზე შემთხვევა დაგემართოს ქუჩაში ვიღაცა შემთხვევით შემოგაკვდეს ან რაღაცა, რომელიც სინანულიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაგდებს. ეს არის შენი
სამსახური ესე პირდაპირ არ მინდა რომ ცუდად გაიგოს ვინმე. სამსახური კი არა, შენ უბრალოდ იცავ შენ მიწას, შენ ტერიტორიას იცავ, ხო, შენ გააქვს ვალდებულება ქვეყნის წინაშე და ერის წინაშე, რომ შენ ის უნდა გააკეთო შენი მოვალეობით და რომც არ გინდოდეს არავის მოკლა, თუ არა და ის მოკლავს და აბა რას აკეთებ მაშინ. და ისე აი ზოგადად შენთვის რომ ფიქრებმა წაგიყოს ასე რომ ვთქვა და აი რაღაც მომენტში ვფიქრობ რომ იმასაც ოჯახი ყავს, იმასაც ბავშვები ყავდა და დიახ, მე ეგენი მიფიქრია რა, რომ ყოველთვის მithქვია ბიჭებისთვისაც და ჩემ თავსაც. ეხლა აფექტის მდგომარეობაში ვინ როგორი ვიქნებით არ ვიცი, მაგრამ გეუბნები რომ თუ არის ისეთი საშუალება ყოველთვის მithქვია ბიჭებისთვის. მოწინდა აღდგე, როცა გბარდება, ჯობია ჩაიბარო, არ დახრიტო არაფერი, არც აწამო არაფერი. უბრალოდ შეიძლება რომ ის მცდარად არის ამ ცხოვრებაში და შეიძლება დასვა და ნახევარ საათში იმას ცხოვრება აუხსნა. თუ რა თქმა უნდა გონება ყოფნის იმისთვის რომ გაანალიზოს რა ხდება საერთოდ. და თუ არა და მაინც უკვე ჩაბარებული კაცი და ხელებდაბული და გაბორკილი და თვალებახვეული კაცის მკვლელობა უფრო მერე გაგახსენდება ცხოვრებაში ეს რატო გავაკეთეო, მასე რო გააკეთო, ვიდრე ერთმანეთს რო ესვრით და დაასწრებ და მოკლავ ან გინდა დანით შემოგაკვდეს და რაღაცა მაგ დროს უფრო ნაკლებად ფიქრობ მაგაზე, ვიდრე შენ უმწეო მდგომარეობაში მიახრიტო. ხო. აი ის უფრო გაგახსენდება და სუდად გაგახსენდება. შეიძლება ვიღაცასთან გაიბლატაოს, მე მაინც მივაცხრილე და ისა, მაგრამ ეგ ამასე არ ხდება. მე შენ თავთან უკვე მარტო რო რჩები, შენ თავს ყოველთვის გამტყუნე. გახსოვს ერთი პერიოდი ის ვიდეო რო გავრცელდა დანებით რო იბრძოლეს. დიახ, მაგალითად საშინელება ვიდეო. ანუ ეგ იყო ვიდეო რომელიც გაჩვენებს ომის ბუნებას, ხო? ან შენ ან ის. ეგ იყო ვიდეო რომელმაც გაჩვენა თვითგადარჩენის ინსტინქტი, მხოლოდ და მხოლოდ. დანარჩენი ვიდეოს თუ რეალურად შევაფასეთ, მაგ ვიდეოში იმ ბიჭის სიკვდილი იყო არასწორი თვითონ უკრაინელების მხრიდან, იმიტომ რომ შტურმზე კაცი სახლში შედის გასასუფთავებლად და ერთი კაცი ვის გაუგია რომ ერთი კაცი მიდის და თუ მიდის ერთი კაცი და მეტი გამოსავალი არ არის, რატო ჩვენი დრონი არ უყურებდა მაღლიდან სადაზვერვო ინფორმაციას, რატო არ აკონტროლებდა თვითონ მეთაური რა გასაჭირში იყო ჯარისკაცი, იმიტომ რომ ის ბიჭი მე როგორც მახსოვს მე ყვიროდა და შველასაც ითხოვდა. ხო, ეგრე. ხო, მასთან არავინ არ მივიდა მისახმარებლად და დატოვეს ერთი-ერთზე. მან იმან რაც შეეძლო იბრძოლა სულ ყველაფერი, ის არც მოელოდა რომ წინ მოწინააღმდეგე იყო და იმან ტყუიაც ესროლა, მანამდე დაჭრილი იყო ის რომ ორთა ბრძოლაში შევიდა იმასთან. თორე დანარჩენი სრული პირდაპირი სურათი არის როგორ ხდება თვითგადარჩენა. ხო. კმენა, ეხლა რაც არ უნდა ადამიანმა გაგამწაროს ჩხუბის დროს და კმენა დაუწყო, იმ დონეზე მაინც აკონტროლებ შენ თავს, რომ ისი არ უკმინო ადამიანს, რომ ან ხორცი მოაჭამო, ან თითი მოაჭამო, ან რაღაცა და სისხლი პირში ჩაიგო. იქ იყო მომენტი, აი ეგ არის ზუსტად ინსტინქტი, რომ ადამიანი ცხოველდება და უბრალოდ იმას უნდა რომ გადარჩეს, всё მეტი არაფერი. აი ესეთი მომენტი თუ გქონია, ზიხარ და ფიქრობ, რომ აი რა მინდა რა აქ, მოდი წავალ საერთოდ რა ისევ დაბრუნდები სახლში, აი რამდენჯერ შეიძლება ასეთ ფიქრებმა გაგიელოს. ფიქრი შეიძლება მოგივიდეს, ოღონდ ცუდი არის, რომ ეგ ფიქრი მოგივიდეს უშუალოდ ფრონტზე რო ხარ დავალების შესასრულებლად. თუ ეგ ფიქრი მოგივა, ჯობია რომ ადრიდანვე მოგივიდეს, რადგან შენ რო ეს ფიქრი მოგდის უკვე, ხო, და უშუალოდ დავალებაზე ხარ შესული და ფრონტზე, მაგით მარტო შენ თავს კი არ ავნებ. იქ შენ თანამებრძოლები გყავს, რომლებსაც შენი იმედი აქვს და შენც იმისი იმედი. შეიძლება ვერავინ ვერაფერი ვერ გააკეთოს, ვერც მე და ვერც იმ ჩემ გვერდზე მყოფმა, მაგრამ ჩვენ ხო იქ ერთმანეთის იმედად ვართ. იქ მარტო კაცი არ შეიძლება. ეგ შეიძლება მე იფიქრო, რომ აუ აქ რა მინდა. თუ რაღაც გარკვეული მიზეზები ყოფილა, რომ მიფიქრია, რომ ხო, კაი რა მინდა აქ. და რით გამოходი მაგ მდგომარეობიდან. წამოსულ ვარ საქართველოში და ჩემმა აშინაურმა ახლობელმა ბიჭებმაც, სულ ყველა მეგობრებმაც ბევრმა იციან, რომ ორჯერ ნათქვამი მაქვს, რომ აღარ მინდა სამსახური, მაგრამ მე აქ უკვე გული აღარ მithens, რომ ჩამოვდივარ. და რაზე ფიქრობ მაგ დროს? ფიქრობ იმაზე, რომ იქ ძალიან ბევრი კარგი ადამიანები არიან, თვითონ უკრაინელებიც და ჩვენი ქართველი მეომარი ბიჭებიც. ხო და იმაზე გეფიქრება და ის წარმოიდგინე ხან მოსანატრი არის ხოლმე იმ მომენტისათვის იმ პადვალში იქნება თუ იმათთან ერთად ცხოვრება და ჭამა და თუნდაც უშუქობა, თუნდაც ინტერნეტობა ხანდახან მოსანატრია ხოლმე. რა, ყველას თავისი ის აქვს ნოსტალგია. ფრენავს რატო ენატრება ფრენა ხოლმე, იმიტომ რომ კარგი. ალბათ. ომი კარგი არ არის, მაგრამ მიჩვევა სუდნია. მე სულ მიკვირდა რა არის მისაჩვევი ომში, მაგრამ სუდნია მიჩვევა სამწუხაროდ. რა ვიცი. დანარჩენი ღმერთი მოწამე არის. თავარი არის ჩვენ ცხოვრებაში, უნდა ვიცოდეთ არჩევანი იმისა, რომ ვის მხარეს უნდა ვიყოთ, კი ბატონო, გვითქვია და გვიფიქრია და ყველას უცქვია, რომ ეს ჩვენი ომი არ არის. მაგრამ რეალურად ყოველთვის ჩვენ შეგვეხება.
და შეგხვებია და შეგვეხება კიდეც. აქედან გამომდინარე ახლა მე 2008-ში გავიცანი პირველად რუსები, როცა ჩვენი ჯარისკაცები დახოცეს, ავნევში მსახურობდი მაგ დროს, რომ შემოგვიტიეს თავიდან, артиლერიით ცეცხლი რო გაგვიხსნეს. ხო და რუსის სახე მე იქ ვნახე პირველად. რუსები გვესროდნენ და ყველაზე ცუდი რაც იყო, თან ხედავდი артиლერიის კოორდინატებს, თვითონ რუსი ოფიცრები როგორ აწვდიდნენ და მე რო გადავცემდი უფროსობას, რომ ხედავთ რუსები გვესრიან და ჩვენთან ბრძანება მოდიოდა გენშტაბიდან ის რომ რუსისკენ არც ერთი ტყვია არ გაისროლოთ და ის გვესროდა ჩვენ და აი თუ რუსისკენ არ გაისროდია ვოიშკინ უნდა გესროლა ის გვესროდა რა ეხლა პლანშეტზე გადასცემდა კოორდინატებს და артиლერია გვესროდა მე პირადად артиლერიას ვერ ხედავდი მაგრამ ხედავდი მაკორექტირებელს ხო და ჩვენ ბრძანება გქონდა რომ არ ესროლოთ და მე უკვე მეორე დღის 8 აგვისტოს ომი რო დაიწყო უკვე გამთენიისას რეალურად ნიქოზის მიმართულებაზე ქართველებს და რუსებს უკვე ბრძოლა ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ გაჩაღებული და ჩვენ აქეთ ავნევში ბრძანება ჰქონდა რომ არის როლოთ არანაირი ტყვია რუსის მხარეს. ისე ახლაც ახსენე რომ ბიჭები ვართ ხოლმე ერთად რაღაც სივრცეში და აი რა მაინტერესებს. როცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები არის და კონკრეტულ მიმართულებაზე ხარ. როგორი არის აი ერთი ჩვეულებრივი დღე აი გათენდა დაუშვათ აი როგორ იწყება მოწესრიგდი მე რა ხდება ერთი ჩვეულებრივი დღე რო არის ნორმალურ სიტუაციაში ქონია ეს სიტუაციებიც რომ დროზე ჩავიცვათ მივდივართ იმიტომ რომ თუნდაც ბახმუტის მიმართულებაზე კიდე ჩვენი ბიჭები იყვნენ მე იმ პერიოდში გოსპიტალში ვიყავი ახალი გამოწერილი ვიყავი და ბახმუტის მიმართულებაზე ისე იყო რომ ჩაიკეტა ალყა მთლიანად და წამოვიდნენ უკვე ჩასოუიარის მიმართულებაზე მოწინააღმდეგეები და მაგ დროს ჩვენი როგორც მახსოვს 8-9 ქართველი ბიჭი და პლუს უკრაინელები დამატებულები წავიდნენ. მასე იყო აღდგომა დღე იყო კარგად მახსოვს თან და მეთაურობა გითხრა რომ ეს იყო წითელი პარასკევი. მეთაურობა თქვა რომ სასწრაფოდ წამოვიდა მოწინააღმდეგე და იყო გასანეიტრალებელი და მანამდე გქონდა ნათქვამი რომ всё წითელი პარასკევი არის შაბათი კვირა აღდგომა და თქვენ დასვენება გააქვთ იმიტომ რომ ჩვენი გასაკეთებელი უკვე განაკეთები გქონდა იქ და სხვა ქვედანაყოფებს ევალებოდათ მაგრამ ის შეიძლება სიტუაცია რომ სასწრაფოდ ჩალაგება და წასვლა ფრონტზე ყოფილა ესეც და ყოფილა ისე ჩვეულებრივად ხარ მოლოდინში საბრძოლო ბრძანების, მაგრამ სანამ საბრძოლო ბრძანება მოვა მანამდე გეუბნევიან სიტუაციას. სად მიდიხარ, რა მიმართულებით მიდიხარ, რამდენი კაცი უნდა იყო, რა წერტილები უნდა დაიკავო. ადრე რუკაზე ვიცოდით ხოლმე ჩვენება, ეხლა პლანშეტში გაჩვენებენ სამწუხაროდ. ყველაზე ისეთი ადგილი რა იყო, სადაც გძინებიათ ან თავი შეაფარეთ? თავისაც შეგვიფარებია სად. ჩემს მიმართებაში მაგალითად მახსენდება თუნდაც რომ თქვი ბიჭები დაიღუპნენ მეთქი ჩვენ იქიდან რომ წამოვედით მერე ისე იყო რომ გამოსასვლელი გზაც უკვე ჩაკეტილი იყო რუსები იყვნენ იქა და ორი უკრაინელი ბიჭი იყო მე პირველად ვიყავი საერთოდ იმ მიმართულებაზე იმ პოზიციებზე ვაფშე არ ავყოფილი ვარ ღამე შევედით და დღისით ხდება უკვე გამოსვლა უკრაინელმა ბავშვებმა თქვეს ბავშვებს ეძახი იმიტომ რომ 19 წლის ბიჭები იყვნენ ორნი სხვათა შორის მაგარი გმირი ბიჭები იყვნენ კუჩუკიანის გადმოყვანაში ისინი რო არა ყოფილიყვნენ მე მართლა ვერ შევძლებდი იმის გამოყვანას ძალიან დამეხმარნენ და იმათმა თქვეს რომ იყო განშტოება კიდე ამ ტრანშეის სადაც იყო ტრანშეა მთავრდებოდა მაგრამ იყო დანაღმული ველი დაახლოებით 300 მეტრის მანძილი რა ვიცი ეგა გვაქვს გადასალახიო რა და ისე იყო რომ ორივე მხრიდან უკვე რუსები გვიახლოვდებოდნენ ძალიან ახლო იყვნენ მოსულები კოორდინაცია არ ჰქონდა რაცია ვისაც ჰქონდა ის ბიჭიც დაიღუპა ვახო როცა გარდაიცვალა იმ მომენტში ხო და ვიყავით რაციის გარეშე დარჩენილები და ეგ რისკი იყო იმისა რომ თუ გადავირბენდით იმ დანაღმულ ველზე რა ვიცი ვინც გადარჩებოდა და სხვათა შორის ყველანი გადავრჩით მე რომ თავშესაფრამდე მოვაღწიეთ და ჩვენი ერთ-ერთი როგორც მახსოვს მე-14 ბრიგადა იდგა ტრანშეებში და იმ ტრანშეებში იყო წყალი დაახლოებით მუცლამდე ჩვეულებრივად და იყო ეს კარგად მახსოვს 4 აპრილი ციოდა საკმაოდ ციოდა ამ თავშესაფარში რომ შემოვედით უკვე რუსებმაც დაგვინახეს სადაც შევედით და ცეცხლი გაგვიხსნეს და ჩვენმა უკრაინის ჯარმაც დაგვინახა რომ თავი შევაფარეთ და იმათმა იფიქრეს რომ ამ ტრანშეებს უკვე მოუახლოვდნენ რუსები ჩვენ რო გადმოვირბინეთ იმათ რუსები ვეგონეთ
იმათაც ცეცხლი გაგვიხსნეს ეს რუსები ხო მაინც გვესროდნენ და გასაქცევი არ იყო ერთადერთი ამ ტრანშეებში თუ ჩავხდებოდით და თვითონ ის უკრაინელებიც იმიტომ არ იყვნენ რომ ფიზიკურად წყლით იყო სავსე და თოვლით და ყინულებით ტალახით და ნახევარზე უკვე თვითონ უკრაინელები აკონტროლებდნენ და რო ჩავხდით იქ მომიწია დაახლოებით 1-6 საათი ამ წყალში ჯდომა თავშესაფარშიც ვიყავით თავშესაფარი რა ჩვეულებრივი ბლინდაჟი იყო ხო მაშინ მეორე გადაციება დამემართა მე ხარი თუ ლუგანსკში ვიყავი მეთქი მაშინ იყო ტემპერატურა პლუს ტემპერატურა იყო ღამე იყო გამოსასვლელი მოდიოდით და თოვლი დაიწყო იმ მომენტში და ეს თოვლი ისე მოდიოდა რომ პირდაპირ სახეში და ესე ტანზე მეყრებოდა და გვეყრებოდა ჩვენს უყოლას მარტო ხო არ ვიყავი იქ სხვებიც იყვნენ ხო და იყო ფეხით სავლელი ძალიან დიდი ხანი რა პირველად მაშინ მოვყევი იმიტომ რომ წინა დღეს წვიმა იყო და დასველებულები ვიყავით მაგისი ვიდეოებიც ამაკ გადაღებული უშუალოდ როცა იქ პოზიციაზე ვიყავით რა ხო და გავცივდი ვიყინებოდი რა ისე იყო რომ მე ძილი მომერიასავით ბიჭები არ მაძლევდნენ არც დაძინების საშუალებას არაფერი და მე კარგი ის მოხდა რომ კარგი რა მოვიდა მანქანა ევაკუაციისთვის და უკვე ჩავსხედით და წამოვედით ლოდინის შემდეგ დაახლოებით 1 საათის და ეს მეორედ უკვე ბახმუთში რომ მომიწია ისე იყო რომ ჩვენ ხო რაცია არ გქონდა მე უთხარი თვითონ მე-14 თუ აღარ მახსოვს რომელი ბრიგადა იყო იმათ უთხარი რომ მე თქვი რაცია თუ გააქვთ თქვენ უფროსობას გადაეცით რომ ჩვენ მსახურობთ ამ ქვედანაყოფში ხო და ვართ იმ ქვედანაყოფის ხალხი და იქნება ჩვენ უფროსობას მიაკლიონ და მიაგნონ შტაბებით და იმეებით და უთხრან რომ ჩვენ ვიმყოფებით იქ და სამწუხაროდ რაციაზე ვერ გადასცეს და ჩვენი ევაკუაცია დაგვიანდა მე იმათი ბატალიონის მეთაური დაიჭრა და იმისთვის ევაკუაცია რომ მოვიდა უკვე იმ მომენტში ჩვენი გამოყვანაც მოხდა და სანამ რო დაიჭრა ის და ევაკუაციას უკეთებდნენ ისე იყო რომ ტრანშეის ბოლომდე ვიარეთ ჩვენ და კიდე იყო დაახლოებით 1 კილომეტრი სარბენი სასაფლაოებამდე ბახმუტის მაღლა იყო სასაფლაოები იქ იყვნენ ჩვენი ერთი ჯგუფი კიდე ქართველი ბიჭები ისინი ვერ შემოდიოდნენ ჩვენს დასახმარებლად იმიტომ რომ ჯერ ერთი უაზრობა იქნებოდა ჩვენ დახმარება გვჭირდებოდა რა სასრაფო გამოყვანა გვჭირდებოდა ან საარტილერიო მხარდაჭერა და რაც არ აქვს ქონდა ქვეით რა შეეძლო ჩვენთვის დახმარება არაფერი ავტომატები ჰქონდათ ბიჭებს მარტო ჩამოვედით იქამდე მერე და უკვე მოხერხდა ჩემი გამოყვანაც ჩასოვიარს ჩამომიყვანეს კარგად მახსოვს პირველი მედპუნქტი მანდ იყო შემდეგ საველე ჰოსპიტალი იყო? დიახ, საველე რა პირველი ესე რომ ვთქვათ მიმღები პუნქტი რა. ეს საველე ჰოსპიტალი არ იყო, ერთ-ერთ შენობაში იყო მოწყობილი სახელდახელოდ პირველადი დახმარების ცენტრის ვარიანტი იყო რა, ესე იგი ეს გადახვევების სჭირდება ადამიანს თუ რაღაცას სჭირდება ისეთი ისე რომ ცოტა გონზე მოიყვანო და სასრაფოში ჩააწვინო და გაუშვა გადაამისამართო უკვე ნამდვილი საავადმყოფოში ან ჰოსპიტალში. მე იქიდან გადამიყვანეს დრუშკო კასიძახიან იქ საავადმყოფოში და მე იქიდან გამიშვეს როგორც მახსოვს ლოზოვაია თუ ის და ეს გადაციება რა დროს მოხდა? პირველ შემთხვევაში ხო გეუბნები სველი ტანსაცმელი და ეს თოვლი და ის იყო და მეორე შემთხვევაში ჩვენ უშუალოდ ტალახებში უმოძრაობდით როცა ეს დათო ქუჩუკიანიც დაიღუპა და თან ეგენი მე მიკეთებდნენ ევაკუაციას მე ძალაც ფიზიკურად დაკარგული მქონდა არ მქონდა და ძალიან ძნელი არის როცა მთლიანი აღჭურვილობით და ბატინკებით და ტანსაცმლით დადიხარ მუხლამდე ტალახში და თან კიდე პლუს წყალი ამას დაახლოებით მუცლამდე და კიდე თან კაცი დაჭერილი ყავს სამოსაყვანი ხო ეგ არის ძალიან ძნელი და რას გრძნობ აი მაგ დროს? ვერაფერს ვერ აგრძნობ. ალბათ ადრენალინიდან გამომდინარე და მე ცოტა გონზე რომ მოდიხარ უკვე მე უკვე თითებს ვეღარ აგრძნობ ფეხებზე ან ხელებზე ასე შემდეგ. უბრალოდ აქ ცივა რა. და მეტი არაფერი და ძილი გინდება რა. ან ძილი გინდება თუ უბრალოდ ითიშები? ითიშები სავარაუდოდ, იმიტომ რომ თვითონ მან რამდენი ხანი მე იქ ვიყავი და ჩასოვიარში რომ ჩამომიყვანეს 34 ნახევარი მქონდა ტემპერატურა და თვითონ ექიმები იყვნენ გაკვირვებულები, ეს თირამი არ არსებობს და მე ვთქვი რა ვიცი როგორ არა მეთქი. თვითონ არ უჯერებდნენ თერმომეტრებს და ორი თერმომეტრით გამისვეს. ეგ იყო, და ხელი მქონდა ეს მოტეხილი თითის ადგილი, საბედნიეროდ ჯერ არაფერი, ესე რომ ვთქვათ, ჭრილობა არ მიმიღია რა, საბედნიეროდ, ღმერთის წყალობით.
დანარჩენი ახლა ჩემი გამოცდილებები ბევრი ძველი ნასწავლი და ისა ძალიან დამხმარებია რაში რომ თუნდაც ახლა საინჟინრო საქმიანობას თუ ისე მეხერხება და ეს საინჟინრო მარტო არ ექვემდებარება აფეთქებებს საინჟინრო ექვემდებარება ფორტიფიკაციული ნაგებობების მოწყობას და ისა და შეიძლება რო ადამიანმა თუ გაქვს ბარიან რაღაცას ნახავ და რაღაცა ისე მოჩიჩქნო რომ თავშესაფარი გაიგეთო მე ბახმუთში მაგალითად მაგან გადამარჩინა მიცვალებულს ეჭირა ბარი ხელში იმას ესე რომ ვთქვათ გამოვართვი ის ბარი და გამოვთხარე დასაჯდომი ისეთი რომ დაახლოებით 7-8 წელი ჭურვი მესროლეს და ვერც ერთი ვერ გამარტყეს იმიტომ რომ სკამი მქონდა გამოჭრილი და ვიჯექიში და რა ტიპის არის ეგან როგორ კეთდება არაფერი ესე ტრანშია იყო ჩვეულებრივ გაჭრილი ტრაქტორის სადაც ჩვენ მოძრაობდით ხოლმე და ამ ტრანშიაში აქეთ-იქიდან ერთი მხრიდან მიწა ჩამოუჭერი ისე რომ სკამივით გავაკეთე მთლიანად ჩამოუჭერი მიწა და გავაკეთე შიგნით დასაჯდომი და ისე ჩამოუჭერი თან რომ დაჯდებოდი მუხლებით შიგნით ქონდა შეწეული ამ კედელთან მიმართებაში და მარტო მაგალიდან ეს კასკადი ჩანდა და თავთანაც ისინი დავილაგე მაგათთან ხო სპეციფიური რბილი მიწა არის საერთოდ უკრაინაში და ჭურვი რო ეცემა ხოლმე ხშირ შემთხვევაში ცოტა ღრმად ჩადის და მერე ფეთქდება და თავი დავიზღვია იმით რომ თავის გარშემო დავილაგე განტვირთვის ჟილეტს ეძახიან სადაც ეს მჭიდები ლაგდება ხოლმე ეგენი და ზურგ ჩანდა რა გარშემო შემოვილაგე ყოველ შემთხვევაში რა ვიცი ნებისმიერ ადგილზე როცა შევსულ ვარ და მივდივარ ყოველთვის ვფიქრობ და ვაკვირდები იმას რომ სად უნდა მომიწიოს პოზიციის დაკავება ეს იქნება დასახლებული პუნქტი იქნება თუ მინდორი იქნება და პირველ რიგში შენიღბოა და თავშესაფარი ერთადერთი ფორტიფიკაციული ნაგებობები არის ომში რომელსაც შეუძლია 80%-ით სიცოცხლის შენარჩუნება ნუ ჯარისკაცისთვის და უნდა გამოიყენო ეგ მაქსიმალურად რა და ვცდილობ ხოლმე რომ გამოვიყენო და ვინც ჩემ გვერდზე არის ხოლმე ვეუბნები და უხსნი რომ შეიძლება არიან ადამიანები თვითონ უკრაინელებიც რომლებსაც გამოცდილება ნაკლები აქვთ და ან არიციან ან რაღაც კარგი ნაგებობა საფორტიფიკაციო დიდი ხნის სიცოცხლის უნარიანობას შეგძენს რამე ისეთი ნივთი თუ გაქვს ყოველთვის თანოდა გაქვს დიახ წმინდა გიორგის ხატი ჩემი შენი გაკეთებულია? არა, ჩემი გაკეთებული არ არის. ანუ ეს იმიტომ თქვი, რომ ვიცი რომ ზოგადად ხატებს შენი ხელით აკეთებ ხო? დიახ, გამიკეთებია კი, მაგრამ ეს წმინდა გიორგის ხატი, როგორც მახსოვს, ზაპოროჟიეში ვიყავით და რაღაც დღესასწაული დაემთხვა, ეკლესიაში გავიარე და წმინდა გიორგის ხატი ვნახე და სხვათა შორის ახლა არ გამკვირვებია ბევრჯერ მინახია, მაგრამ ისეთი ეკლესია იყო, რომ იქ იბათ თავიანთი წმინდანები ყავთ, უფრო ნიკოლოზი და ისინი წმინდა ნიკოლოზი და ისა და წმინდა გიორგის ხატი ვნახე პატარა ესეთი არის. ეგ ვიყიდე და რა ვიცი უკვე რამდენი 2 წელიწადია მაქვს მე მგონი. სად გიდევს ხოლმე? ზურგჩანთაში. ყოველთვის ოღონდ იმაში ეს სუფთა პატარა პირსახოცი მაქვს, იმაში მაქვს გადახვეული რომ მაინც თავისებურად არ გაიკაწროს ან რაღაც ხოლმე. ეხა ემწუთას იქ მაქვს დატოვილი ბაზაზე. სამხედრო ნაწილში. აი ყველაზე რა მომენტში გრძნობ ამ ხატთან ყველაზე დიდ სიახლოვეს და კავშირს ასე რომ ვთქვა. ეს იყო ბახმუტი, როცა ღმერთი აი მithქვია ხოლმე არ მინდა ცუდად გამომივიდეს და 6 ჯერა ვნახე ღმერთი ახლოს მეთქი რა. ბახმუტი, როცა მართლა ისეთი გათიშული ვიყავი სანამ ეს რო გითხარი დავითი მეხმარებოდა მეთქი მე და კიდე ერთი ქართველი სანამ მე იქამდე იმათამდე კანტუზის მომენტია? დიახ, კანტუზის მომენტია, სანამ მე იქამდე მივიდოდი იმათამდე და დამეხმარებოდნენ. მე საერთოდ არ ვიცოდი რომ ისინი იქ იყვნენ თავშესაფარში. მე ვიფიქრე რომ ეგენი უკვე გასულები იყვნენ სამშვიდობოზე. სანამ მაგენი დამეხმარებოდნენ მანამდე ხო გითხარი ესე იგი წყალი ტალახები და დაბლა ისევ თოვლი იყო და აი გონი რო არ დამეკარგა ხოლმე ამ ტალახის დაბლა თოვლი რაც იყო ის თოვლის მასას ვიღებდი ხოლმე და პირში ვისმევდი რომ ცოტა გონზე ყოფილიყავი რა და ესე გავაგრძელე ხოხვით გამოსვლა. ნუ ამ წებოვან ტალახში ძალიან ძნელია მით უმეტეს ხოხვა კიდე ნუ რას ვიზავდით სხვა ვარიანტი არ იყო და თან რო უყვიროდი რომ ევაკუაცია მეთქი ნუ რაციით თუ ვინმე ხართ მეთქი ვიძახოდი მაგ დროს დავითმა გაიგო ჩემი ხმა და ისა და გამოვიდნენ თავშესაფრიდან და ეგრევე შემიყვანეს თავშესაფარში და უკვე მე იქ გავატარეთ რამოდენიმე საათი დაახლოებით მე დაიწყო საარტილერიო დაბომბვა დავითი დაიჭრა მაგ დროს კარების წინ ჩამოვარდა ჭურვი დაიჭრა და თუ მაგ დროს და 3 საათი ჩვეულებრივად იცოცხლა კიდეც და გონზეც იყო დაახლოებით საწყალი ფეხი ქონდა გადაგლეჯილი თვალი ქონდა ამოგდებული და ნუ წვრილი პატარა ნატეხი ქონდა ყელთან მორტყმული
გაუკეთეთ პერევესკები და ისინი შეხვევები, მაგრამ სასწრაფო ჩარევა უნდა და მედიცინისა და იმ მომენტში ვერავის ვერ გუკეთებდნენ ევაკუაციას და ასე რომ ბოლომდე გონი არ დაუკარგია, გონზე იყო და აქეთ იმედებდა და გვამშვიდებდა რომ ნუ გეშით და გავალთ ყველანი და რაღაცა, მაგრამ მე ხელებში ჩამაგვდა. ასე დასრულდა ტრაგიკულად ჩვენი ურთიერთობა და ფრონტის ხაზზე ყოფნა ჩემი და დათოსი. მოდი აი რახან ქართველებიც ვახსენეთ უკვე მე რამდენი ვახსენებ. ზოგადად ქართველების, ვინც ახლა უკრაინაში არის, რა პროცენტი რეალურად იბრძვის იქ? მე ზუსტი აი რო დავფიქრე შეიძლება მოვითვალო კიდეც. ძალიან ბევრი, იბრძვის უფრო სწორედ ძალიან ცოტა იბრძვის და ბევრი იბრალებს, რა ვიცი. აი ფრონტზე 100 კაცი ახლა იბრძვის ქართველი. იცით რა არის, ხო არის რაღაც სხვადასხვა ქვედანაყოფები, თუნდაც ქართული ლეგიონი, თუნდაც ეს შერეკილები არის, კავკასიური ლეგიონი, ასე თუ ისე, იმათ თავიანთი კონტინგენტები ყავთ წარმოდგენილი და არსებობენ კიდე ისეთი ხალხი, ვისაც მე ხო უკვე თითქმის 3 წელია იქ ვარ და არ ვიცნობ ხალხს, ოღონდ იბრძვიან და მათ სოციალური ქსელებიც არ აქვთ და ისინი იბრძვიან, ირიცხებიან ჩვეულებრივ როგორც მე და ჩვენ ნებისმიერი უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში, ოღონდ არც თავს ამჟღავნებენ არაფერი და არიან ესე რომ ვთქვათ ფსკერზე. და სულ სხვანაირად, მაგრამ დაახლოებით ერთი 70-80 კაცი მაინც იქნება ახლა ფრონტის ხაზზე ქართველები. და დანარჩენი მას აკეთებენ ამ დროს. არ ვიცი. ეგ ცოტა რთული საკითხია. აი, როდესაც ქართველი მებრძოლი იღუპება. დიახ. მე რა ხდება, ან ბიჭები რას აკეთებთ მაგ დროს? ოჯახს როგორ უდგახართ გვერდში, აი რა პროცესები ხდება მაგ დროს? ყველა აი ჯგუფებში ახლა როცა ვყოფილი ვარ და რაღაცა მე და ჩვენც გქონია ჯგუფი ხოლმე. ჩვენ მაგალითად იმ მაგალითს გეტყვი ერთი მე ვიყავი რამოდენიმე ხნის უკან 6 თვის განმავლობაში შავი არწივი იყო ესეთი ქვედანაყოფი მაგალითად იქ ქონდა ხოლმე ყოველთვის ისე რომ ფინანსურ დახმარებას ჩვენებურათაც ვაკეთებდით. მით უმეტეს უკრაინის სახელმწიფო ვალდებული არის ოჯახს გადაუხადოს კომპენსაცია, იმიტომ რომ თვითონ რომ არ გინდოდეს ეგ შენ და ეგ სულისკვეთებაც არ აქონდეს რომ კომპენსაცია გინდა თუ არ გინდა, ამას უბრალოდ კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს, რას ვერავინ და საშუალოდ რა თანხაზეა ეგ კომპენსაცია საუბარი? წარმოიდგინეთ რომ დღემდე არ ვიცი. დაახლოებით მე მგონი ლაპარაკობენ ხოლმე 15 მილიონ გრივნამდე. ოღონდ არ ვიცი, არც მსმენია რომ ქართველებს ჯერ ვინმე საიღოს და თუ აუღიათ ანგასაიდუმლოებული აქვთ, ან ეს ისეთი პირადი ინფორმაცია არის, რომ აი ვერ შევეკითხები ვერავის რა. ხო, გასაგებია. და თქვენ წეგან თქვი რომ ჩვენც რაღაცას ვაკეთებთ და რას გულისხმობთ? ჩვენ რას ვაკეთებთ ხოლმე, ხელფასები ახლა ხან მწირად აგვაქვს, ხან მომეტებულად აგვაქვს ხოლმე და ჩვენი სურვილის და მიხედვით, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ და ვაანალიზებთ იმას, რომ თუ ის არ დაიღუპა იმის ადგილზე შეიძლება შენ იყო ან რაღაცა და ყოველთვის მქონია ისეთი შემთხვევები რომ შეგვიგროვებია რამოდენიმე ლარის ოდენობით თანხა იქნება ეს თუ გრივნის ოდენობით რომ ოჯახს დაეხმარო ელემენტარულად საფლავს გააკეთებენ თუ რაღაცას უკვე პირადი მოხმარებისთვის თვითონ იციან რას გააკეთებენ რა ჩვენ ფინანსურად გვინდა ხოლმე რომ ყოველთვის გვერდში ამოუდგე ოჯახს. ხო, პატივისცეთ რა. დიახ, რა თქმა უნდა, ეხლა როცა მეტი გვაქვს ხოლმე, იქ ესე რომ ვთქვათ მოჭრილი ხელფასი არა გვაქვს. თუ არ იბრძვი ძალიან დაბალი ხელფასი, ეგ რასაც უბრალოდ კონტრაქტი ითვალისწინებს, სიგარეტის ფული და ესე რომ ვთქვათ რაღაც კვების ფული შეიძლება გამოვიდეს თორე. და ყოფილა ისეთ შემთხვევა რომ ამ ფულმა რაღაც მიზეზების გამო არ მიაღწია ოჯახამდე. არ ვიცი. მე პირადად არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენ თუ ჯგუფს ვიღაცას აგვიკრეფია ფული, ხო, იმას კრებავს ერთი ადამიანი, ვინც პასუხისგებელია იმის ოჯახთან მიმართებაშიც და იმ ჯგუფთან მიმართებაშიც, ვინც ის თანხა დადო, ხო? და თან თვითონ ესე რომ ვთქვათ, სვიაზე, ანუ კონტაქტი გვაქვს, მარტო იმ სიტყვაზე ჯგუფის უფროსს კი არა აქვს კონტაქტი იმ ოჯახთან, არამედ ჩვენ ახლა ერთ ჯგუფად როცა ვმუშაობთ ხოლმე და გვიმუშავია, ოჯახებით უკვე ერთმანეთს ვიცნობთ ხოლმე რა. იქით მეუღლეები ისინი ასე თუ ისე კავშირებში არიან ხოლმე და არ მსმენია. ამბობენ რომ ზოგადად როცა
სულ მცირე 3 თვე ხარ აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში, რაღაც ფსიქოლოგიურ ტრავმას აუცილებლად დაგიტოვებს. აი ეს ტრავმა როგორ გადასულა ყოფი ცხოვრებაში, როცა ფრონტზე არ ხარ, აი რა შიში დაგიტოვა, რა განცდა დაგიტოვა, აი რა არის ისეთი, რაც შეიძლება გიღვივებდეს რამ შიშებს რა? არაფერი, მე ჩემ თავზე მიმუშავია ბევრი და ვის ახლა ხალხს ვაკვირდები ხოლმე ზოგი ძილის დროს რაღაცა თვითონ უკრაინელებიც რა ახლა მე ყაზარმაში ვცხოვრობ ხოლმე და მიყვარს ჯართან ცხოვრება და რო უყურებ ხოლმე ძილის დროს შიშები ყვირილი რაღაცა. ნუ ესეთი რაღაცეები მეც მქონია, ოღონდ ესეთი რამე დამემართა მე 2008-ში. ხო და მის მერე უკვე გინდა არ გინდა შენ თავზე მუშაობაც გჭირდება რა. ახლა რო შეაფასებ სიტყვაზე ომში არა ხარ და დღეს სიტყვაზე მიდიხარ ну საკეიფოთ თუ რაღაცა და ზოგი არის რო 1-2 ჭიქას რო დალევს და რაღაცა მე ფსიქი ხდება და რაღაცა ახლა შენ თავზე თუ არ იმუშავე ესეც არ გამოვა. ხო, მე ის მახსოვს ერთხელ მითხარი რომ გურჯაანის ბაზარში ვიყავიო და ხო ეს დრონები დიახ. ხო აი ეგ ისე დამამახსოვრდა რა ძალიან. დიახ, ყველას ახლა შიში რისა აქვს, იცი? ადამიანს რო ტანკი ესვრის ხო და ტანკისგან ან დაიჭრება ან ტანკის ცეცხლის ქვეშ არის ან საარტილერიო ცეცხლის ქვეშ უშუალოდ რაც იმას ესვრის და აი ყველაზე მეტ ადრენალინს გამოაყოფინებს ხო? ნუ შიშის გრძნობაც იქიდან მოდის ხო ყველაფერი და შენ შემთხვევაში რა აღმოჩნდა? ჩემ შემთხვევაში დრონი. მე მარტო მეშინია დრონების. ოღონდ უნდა ვისწავლო ეგ დრონები. ეგ შიში უნდა დავძლია. დიახ, არის ხალხი რომ ვიღაცას სიტყვაზე ავტომატის ხმის შინია ვიღაცის ისა. არაფერი, აი ერთადერთი დრონი და ალბათ დრონიც იმიტომ რომ თვითონ ეს ბახმუტის მიმართულებაზე როცა მე ვიყავი და ვიბომბებოდი, მაშინ ახალი შემოსული იყო, ესე რომ ვთქვათ, მოდაში, ეს მავიკებით ყუმბარების ჩამოყრა. და მაგ პერიოდში 4-ჯერ თუ 5-ჯერ ჩამომიგდო რა. შენთან ახლოს დაეცა? ხო, დაახლოებით მეტრანახევარში ეცემოდა ფეხებთანაც, თავთანაც, იმიტომ რომ მაგ დროს დრონი ძალიან დაბლა ჩამოდიოდა ხოლმე რა, ერთი 10-12 მეტრიდან ისროდა ხოლმე, მაგრამ დადებითი ის იყო, რომ ზედრახან არ მეცემოდა და წინ ეცემოდა უკვე ეს მაშინ იყო ეფერტ ის იმებს ყუმბარებს იყენებდნენ, რასაც ნამსხვრევების გაშლა აქვს სხვანაირი ტრაექტორიით და თან ეს ტალახში რომ მოძრაობდი, შიგ ტალახში ეფლობოდა რა და დაზიანებები უფრო ნაკლებად რა. ხო. აი დაუშვათ მოდის დრონი, ანუ რა მომენტში გესმიხვდები რომ უკვე ეს დრონი, აი რა დრო გაქვს რეაგირებისთვის? აი დრონი როცა მოდის გააჩნია, დრონი არის რამოდენიმე სახეობის, ხო ეს FPV დრონებს რო ეძახიან კამიკაძე დრონები და არის ჩვეულებრივი სადაზვერვო დრონები. ხო, არა FPV ვთქვათ თუ გინდა. FPV სამწუხაროდ FPV-ის ხმას რო გაიგებ, უკვე ცოტა გაქვს სიცოცხლის უნარი დარჩენილი რა. ნუ ერთადერთი შეიძლება გულში ის იფიქრო, რომ თუ მარტო არ ახარ შენ და სხვებიც არიან შენთან ერთად, შეიძლება უშუალოდ იმ მომენტში შენ არ დაგაჯახონ ის დრონი და დაეჯახოს სხვას მომენტ, ხო? თორე დანარჩენი თუ მარტო ხარ იმ მომენტში ან რაღაცა და ძალიან უკვე ახლო ტრიალებს შენთან ну ეგ იმას ნიშნავს რომ მაქსიმუმ იმასაც ფრენის დრო მე მგონი 20 წუთი აქვს როგორც ვიცი თავისი ტვირთით ხომ მოდის იმასთან ფეთქებადი ნივთიერებაზე და აქ რა მაგ დროს ერთადერთი შეიძლება მოიფიქრო რომ შენთან აი მისთვის ყველაზე ფასეული მიზანი რა არის შეიძლება შენს გვერდზე ტექნიკა იდგეს ტექნიკა ну იმას ყოველთვის აწყობს რომ ჯერ ტექნიკა გაანადგუროს და მერე ქვეითი თუ ტექნიკა დგა კიდე შეიძლება იმედი გაგიჩნდეს ის რომ შენთან არ მოვა და შენ არ გესვრის და წავა ტექნიკას ააფეთქებს შენ გარშემო თუ ყოფილა ისეთ შემთხვევა რომ ამ ყველაფერს ვერ გაუძლეს რა ადამიანებმა ან სტრესია დიდი ნერვიულობა არის და აი ვერ უძლებს რა ან მაგ დროს რას აკეთებს ანუ მიდის თუ ვერაფერს ახლა ბოლოს რო ვიყავი მე მიმართულებაზე იქ ისე იყო რომ სადაც ჩემი მიმართულება იყო და რა ადგილზეც მე ვიყავი ჩვენს უკან დაახლოებით 1 კილომეტრში იყვნენ ჩვენი დრონების ჯგუფები საიდანაც რამოდენიმე სახეობის დრონები დაფრინავდნენ და ამ დროს დაფრინავენ კიდე მოწინააღმდეგის დრონები ანუ სუბზუილის ხმაში ვიყავით იმ მომენტში და თან ისეთი სიტუაცია იყო რომ რომც გამოსულიყავი და გამოქცეულიყავი ხო ისე იყო რომ ეს დასახლებული პუნქტი რომ თავდებოდა მე აღმართი იწყებოდა ანუ სამშვიდობოზე რომ წამოხვიდე და ეს აღმართი გრძელდებოდა დაახლოებით 2-3 კილომეტრი და იქ ხო ეხლა ტყეები არ არის და რაღაცა რომ თავი რაღაცას შეაფარო და შენ იღბულად იმოძრაო რა და ეს აღმართზე რომ გამორბიხარ ეხლა ის მოწინააღმდეგის დაზვერვაც ხო გიყურებს და მედრონეებიც და პირველი მომენტი როდესაც გამოილაპარაკე უკრაინელ მოქალაქეებს ანუ სადღაც ისეთ ზონაში შეხვედი სადაც საბრძოლო მოქმედებები იყო და როცა შეხვდნენ ანუ რა იგრძენი მაგათ ხრიდან მადლიერება
მაგაც თვალში შენ როგორ ჩანდი, რას ფიქრობ ასეთ რაღაცეებზე? ყოფილა როგორც კარგი შტაბეჭდილება, ისე ცუდი შტაბეჭდილება. ცუდი შტაბეჭდილება ყოველთვის მემართება ხოლმე მაშინ, როცა მათ ქართველები ჩვენ მივაჩნივართ ფულზე მებრძოლები და ფულის ინტერესების გამო. მაგას ხშირად აწყდები? დიახ, ძალიან ხშირად წავწყდარ ვარ, მაგრამ ჩემი კონტრკითხვა მათთვის არის ხოლმე ყოველთვის ის. მაშინ მე თუ ფული მაინტერესებს, მაშინ ხო რუსეთი და ომი მაინტერესებს, ომში ფულის შოვნა, ხო? მაშინ რუსეთი ჩემთან უფრო ახლოა ვიდრე უკრაინიდან საქართველო, ხო? წავიდოდი რუსებთან და ჩემი ცოდნით და გამოცდილებით იმათ ხარეს ვიომებდი და უფრო მეციც გამოვიმუშავებდი. მე როგორც ვიცი, მე მგონი რუსები უფრო მეც უხდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. თუ მასე იქნებოდა. ხო და მე ამ სიტყვას რო ვეტყვი ხოლმე, უკვე ჩუნდებიან ხოლმე და მე პირიქით აქეთ თქვენ ხოლმე, რომ აი ჩვენ ისტორიულად მეგობრული ერები ვართ და რაღაცა. მაგრამ ადამიანს ეხლა ადამიანი რო პირდაპირ მაგას გეუბნება, იმას ცოტა ეთიკა, ცოტა რაღაც კულტურული მიდგომაც უჭირს და ეხლა შენ რო ადამიანს ეგ ყველაფერი დაუსაბუთო, მაშინ ის უნდა დასვა და შეასწავლო რაღაცეები და ეხლა მაგის და საერთოდ ისე რატო გეუბნება მაგას ან იმიტომ რომ იმას გონია რომ შენ იმიტომ ახარ ჩასული რომ მადლობა კი არ უნდა მოგიხადოს, იმიტომ რომ შენ იმის ქვეყნის წინაშე იბრძვი და იმის სიტყვაზე ოჯახის საქმეს აკეთებ, იმის შვილებს იცავ. ის ართulis ზოგი რომ მადლობა მაგაში მოგიხადოს, იმიტომ რომ იმას გონია რომ შენ აქ ხელფას იღებ, ფულს იღებ და შენ ამის გამო ყველანაირი დავალებაც უნდა შეასრულო და ვალდებული ხარ შენ ამისათვის რა. და რაღაც ალბათ პროპაგანდა არის საჭირო, თუნდაც რომ ჩვენც ქართველებმაც ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ იმაში, რომ ჩვენ ჩვენი გული ადამიანს დავანახოთ. ხო, ეგეც შთაბეჭდილებაც რო არის და სიკეთის მხარეს ვიჭერთ, თორე მასე რო გდომნო და მართლაც უყველანი ადექი და ეს რუსეთი უფრო ახლო არის მაშინ და წადი და იმათ მხარეს იბრძოლე. და ქვეყანაც ჩააბარე მაშინ და ერთს და დამთავრებული საკითხია, მაგრამ იმათთვის ცოტა ბევრისთვის აღუქმელი ის არის, რომ აი ჩვენ საერთო მტერი ყავს და ეხლა მე მაქვს მომენტი ის, რომ მე ჩემი მტერი შევასუსტო აქ შენ ტერიტორიაზე, ხო? და თან შენი საქმე გავაკეთო რა. ჩვენთვის ქართველებისთვის გამოდის ორი საქმის კეთება, ხო? თორე ის ფინანსური ანაზღაურება რაც შეეხება ეხლა ბიჭებიც ძალიან ბევრი ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ თავიდან ომი რო დაიწყო ეს აქტიური ფაზა და რაღაცა ძალიან ბევრს აქვს ისე ნამსახურები, რომ ბევრმა არ იცოდა, რომ კონტრაქტის პირობები არსებობდა, კონტრაქტები არსებობდა, ბევრი შეიძლება განაფორმებიც იყო ისე, რომ თვითონაც არ იცოდა, რომ ხელფასი ერიცხებოდა ან რაღაცა. მაგრამ მე ხო გითხარი, თავიდან ომის დასაწყისში ხალხი იყო ერთ მუშტად შეკრული, ანუ ადამიანები იქ რო დაგინახავდნენ ქუჩაში ფორმით გავლილს, იმათთვის მნიშვნელობა არ ქონდა ქართველი იყავი, ამერიკელი თუ ერაყელი თუ ვინც არ უნდა ყოფილიყავი. თვითონ ეგ თავაზობდნენ საკვები, სიგარეტი რაღაცა და ეს ფინანსი რა არის? ჩვენ ფინანსი იქ გვჭირდება რაში გადაადგილება, სიგარეტს ვინც ვეწევით, ჭამა იქნება, დალევა იქნება თუ რა იქნება. მაგაში და ფული გინდა არ გინდა უკვე გჭირდება და აი თავიდან როცა ომი დაიწყო, ეგ საჭიროება არ არსებობდა. ანუ ყველაფერი იყო. ხალხი მოდიოდნენ, შეიძლება თავისი მანქანა ეჩუქებინათ, საწვავით სავსე, ან საწვავს გიყიდიდნენ მომენტ გაჩერებულს რო დაგინახავდნენ. ახლა ამასე აღარ არის, ხო? ეხლა შეცვლილი არის ხო სიტუაციები. შენიც რამ განაპირობა? ალბათ როგორც ყოველთვის მithქვია ხოლმე კორუფცია. იმიტომ რომ ვიღაცა შენ ამბობ რომ ანუ ხალხს მაინც მოაქვს, მაგრამ უკვე თქვენამდე არ მოდის? ხო, ფიქრობ მანამდეც არ მოდიოდა, რაც უნდა მოსულიყო ბოლომდე რა. ანუ არა, რას გეკითხე, ვიცი, ხალხს მაინც მოაქვს, ახლაც მოაქვს. ახლა უკვე ნაკლებს მოაქვს, იმიტომ რომ მარტო მე ხო არ ვხედავ რომ ეს კორუფცია არის. თვითონაც ხედავენ და მანამდე აი ეხლა ვიცი მე ძალიან ბევრი რომ მაგალითად უკრაინელებს შენახული თუ ჰქონდათ ფული რამოდენიმე კაპიკი ოჯახში თავისი კეთილდღეობისთვის, როგორც ომი დაიწყო, ბევრი ვიცი რომ აიღო და მთლიანი ფულები ჩარიცხეს შეიარაღებულ ძალებში, მაგალითად თუ ღია ფონდებში, თუ ეს ვალანტიორებს ეძახიან, ვინც ეხმარებიან ხოლმე ხალხს, იმად გადაურიცხეს, მაგრამ მაშინ როცა ომი ახალი დაწყებული იყო და თითქმის ყოველი მეათე კაცი როგორც ვთქვათ ესე ვალანტიორობდა და როგორც მithom კეთილ საქმეებს აკეთებდა, ეს ხალხიც დაიკარგნენ. უკვე რამოდენიმე ადამიანი ესე რომ ვთქვათ კეთილინების გამომხატველი ცოტა გადარჩა, რომელიც სიტყვაზე დადის უბან-უბანან რაღაც ფონდებში ფულს აგროვებს და მართლა რაღაცას ყიდულობს და მართლა რაღაცას აგზავნის, თორე მე როგორც ვიცი, დაჟე რამოდენიმე აღუზრეს კიდეც საქმეები რა, მაგ
ფინანსების გახარჯვებზე და იმეებში. კი, ეგეთი ბევრი ფიქსირდა და აი მადლიერებას რაც შეეხება ადამიანებში ეგეთი მომენტები როცა არის. ყოფილა და მე ძალიან მიხარია ხოლმე და მაგ დროს დიდ მადლობას. რას გეუბნებიან ხოლმე? რომ უთქვიათ, რომ მადლობა იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვედით და ჩვენ ქვეყანას აფასებთ და ჩვენ ხალხს აფასებთ და ბავშვებს აფასებთ. ნუ მე ყოველთვის აპელირებას უკეთებ ხოლმე, რომ ჩვენ ვაფასებთ სიმართლეს, ვაფასებთ ნუ მტერთან შეუპოვარ ბრძოლას ყოველთვის და ვაფასებთ მომავალთაობას, ანუ პატარებს, მოზარდებს და ჩვენ ვიცავთ მათ რა. და დიდებთან უფრო ნაკლები ინტერესი გვაქვს. რუსების მხრიდან თუ როდისმე ან პირადი გამოცდილებით ან თუ ხსმენია თუ ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ქართველები იბრძოდნენ რუსების მხარეს. ან თუნდაც მოდი ჯერ ეგ მიპასუხე და მე ვთქვათ, აი ოკუპირებული ტერიტორიებიდან წაყვანილებს თუ შეხვედრიათ რა. მე შეხვედრით არ შევხვედრია, მე ხო გეუნებით, მე თუ ძალიან ნაკლებად ვიყენებ ხოლმე ინტერნეტს ესე ინფორმაციის მოპოვების მიზნით, იმიტომ რომ ყველგან თავისებური პროპაგანდა მოქმედებს რუსების მხარესაც, გინდ უკრაინელების მხარესაც და რაღაცა ინტერესის გამტარებელი არის ყოველთვის. და ნაკლებად ვენდობი ხოლმე, მაგრამ ის მსმენია, როგორც ალბათ თქვენ, რომ ვიღაც აფხაზეთიდან, ვიღაც ჩვენი სამაჩაბლოდან წასულები იბრძვიან და ალბათ ვფიქრობ, რომ იქნებიან კიდეც მასე. ან დავალდებულებით, ან რა ვიცი, ვიღაც სამხედრო არის და ვიღაცას უნდა რომ ერთიანი რასია იიხილოს თუ SSR იიხილოს და იმასაც თავისი იდეა აქვს, როგორც მე მაქვს იდეა იმისა, რომ ნუ სუსტი ქვეყანა ხარ თუ წარმატებული თუ წარუმატებელი და გააქვს იმისი ნება და უფლება, რომ შენ იყო დამოუკიდებელი, თუნდაც შეერწყურვალი იყო, ხო, როგორც რესპუბლიკა სახელმწიფო მიარსებო, ხო? რა ვიცი, ალბათ ვიღაცასაც ის იდეა ხო აქვს, რომ ძველი SSR-ი ენატრება და ის თავისი იდეის ქვეშ იბრძვის ალბათ. ახლა ამ წუთას ფრონტზე შენი აზრით ვის აქვს ინიციატივა? ან ვისი უპირატესობით მიდის ამ წუთას? რამოდენიმე ხანი არის, რაც ცოტათი მოდუნდა მოწინააღმდეგის მხარე და ჩვენმა ჯარებმა მოახერხეს შეკავებები იმ ხრივ, რომ თვითონ მოწინააღმდეგეც ძალიან დიდ წინაღობას მოუახლოვდა. ეს არის მაგალითად დნეპროპეტროვსკისა და დონეცკის საზღვარი, ეს ობლასტების საზღვარი, რომელიც იყო არაერთ შრის გაკეთებული თავდაცვა, რომელშიც და თან იყო ძლიერი ფორტიფიკაციები, ბეტონი ჩასხმული და გაკეთებული მაგარი და თან პაკროვსკს მოუახლოვდნენ. ეხლა რაც არ უნდა იყოს ქალაქის ბრძოლა და ქალაქის აღება ძალიან ძნელი არის რა. არა შეიძლება მოწინააღმდეგეები ავიაცია გამოიყენოს ამ კაბებს რო ეძახიან, კაბის სროლებით და იმებით, მაგრამ რამდენი ცალი უნდა ესროლო, მაშინ ყველა კორპუსს უნდა ესროლო და ისა რომ დაანგრიო და მოწინააღმდეგეს უკვე წინსვლა უჭირს. და სანამ იყო ცოტა მინდვრებზე, სანამ იყო პატარა დასახლებები და ისა, გჯობნიდნენ კიდეც, მაგრამ ჩემი აზრით ისინი გჯობნიდნენ არა მარტო რიცხობრიობით იმ მომენტში და იმ მიმართულებაზე კონცენტრირებული ძალებით, უფრო გჯობნიდნენ რადიოელექტრონულებით რა. რებებით ნაკლებად, უფრო იმათ მეტი მედრონეები ყავდათ ხოლმე. მე ახლა რასაც უყურებდი ხოლმე და რა მიმართულებასაც უყურებდი, ისინი უფრო მეტად ხმარობდნენ და უფრო გამოცდილი ოპერატორები ყავდათ რა. ანუ შენ ფიქრობ, რომ ტექნოლოგიურ უპირატესობაში ტექნოლოგიური უპირატესობა ყოველთვის უკრაინამ დაიწყო გამოყენება. მაგალითად, მავიკების გამოყენება თავიდან სადაზვერვოდ პირველი ჩამოსაგდებიანი ესე რომ ვთქვათ, ის ყუმბარის ჩამოსაგდები უკრაინელებმა შექმნეს და ააწყეს. მერე FPV პირველი მაგათ მოიფიქრეს და იცი რა მიკვირს, აი თვითონ კონტროლი არა აქვს სახელმწიფოდანაც ალბათ რა, რომ პირველმა აი ეხლა ვიღაცამ რომ დაჯდეს და FPV-ს კაი მოდელი ააწყოს, შეუძლია ინტერნეტში ატვირთოს და დადოს და ის რუსი უკვე სწავლობს, გამიგე? ხო, და მე ასწრებს თუ და მე ის ასწრებს კი არა, ეხლა იმ რუსმა სიტყვაზე ერთი პერიოდი რომ ძალიან დაგუჯაბნა, იცით დაგუჯაბნა, ჩვენ თუ ყავდა სიტყვაზე ერთი ოპერატორი FPV-ს გამშვები, ხო, იმას ყავდა უკვე თითქმის 20 შექმნილი და 10 უშვებდა ერთად. ერთდროულად მოფრინავს 10 ცალი და იმანიცის ეხლა ტანკებზე კარგად მოგეხსენება ის მანგალებს რო ეძახიან, ეს რკინებით არის შეფუთული და ერთი FPV რო დაეჯახება, ვერაფერს ვერ უშვება, ხო? და ორიც რა და უკვე რიგრიგობით რომ მოხდება 1, 2, 3 და ის რო შეანგრევს იმ რაღაცა რკინის ცხაურას და ისა, უკვე უშუალოდ ტანკს ეხება მე-4. ხო, და შენ ნაუბრობ რუსები რიცხობრივად ბევრს იყენებენ, ხო? ხო, რიცხობრივად და მაგით გჯობნიდნენ, მაგრამ ეხლა კარგი ტენდენცია შემოვიდა ის, რომ სასწრაფოდ ამათაც დაიწყეს დრონის ოპერატორების მომზადება. დრონის დღესდღეობით ომი თუ გინდა მოიგო, დრონის ტარება უნდა ისწავლო. აი ეხლა უნდა მეკითხა, დრონის ოპერატორები შესაძლებელია თუ არა რუსეთის დამარცხება.
შესაძლებელია ოღონდ ბევრი ნერვი ვიჭირდება, მაგრამ არ მინდა მე იმ ჭრილში გადავიყვანო პოლიტიკურში. შესაძლებელი არის, მაგრამ ჩემი აზრით რომც შეძლოს უკრაინამ საშუალებას ევროპა და ამერიკა არ მისცემს. იმათ არავის არ უნდა მსოფლიოში მე რომ მკითხო რუსეთის დამარცხება, რუსეთის სისუსტე უნდათ. საიდანაც მე იმ მინერალები იქნება თუ ნავთობი იქნება თუ რაღაცა, ხო? ვიღაცა შეიძენს და მოიხმარებს მე სათავისოთ. ეხლა მაგალითად დაადეს რა აღარ დაადეს სანქციები და რაღაცები, მაგრამ იმან ხორბოლის გაყიდვა მაინც შეძლო. და სიტყვაზე ბარელი ნავთობი რო ღირდა მსოფლიო ფასი $60, მაგას უთხრეს რომ მარტო გაყიდი $35-შიო და მაინც მე მგონი მსოფლიო რეკორდი მოხსნა გაყიდვებში მაინც. ვიღაცა ხო შუამავალი იყო. აი მაშინ გაერკვნენ ვინ იყო შუამავალი, ვინ მოითბო ხელი, ვინ იყიდა ყველაზე მეტი გაზი. და რუსეთი რო დამარცხდეს რა მოხდება ამხელა რესურსებს, ამხელა ნავთობს, ამხელა გაზებს და იმეებს. ხო თუ ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში რაღაც ესე რო თქვა ბანდფორმირებები, ხო და ერთმა ბანდამ ჩაიგდო სიტყვაზე ერთი ნავთობს საქაჩი, მეორე ბანდამ ჩაიგდო გაზ საქაჩი, მესამე ბანდამ ჩაიგდო, короче, ოქროს საბადო, ხო? თვითონ მსოფლიოს არაწყობს მე ამ ბანდფორმირებებთან ურთიერთობა, აი ვიღაცას ხო უნდა ოფიციალურად ოქრო შეისყიდოს, ახლა ბანდიტებს ხო არ დაუწყებს დევნას, ის იმას ურჩევია სუსტი რუსეთისგან შეისყიდოს, ოღონდ იაფად. ან იყოს შუამავალი, აიღოს როგორც ექსკლუზივი და სიტყვაზე აი როგორც თურქეთმა დაიწყო თუ გახსოვს პირველად ხორბლის შეძენა მაგისგან და თურქეთმა ეგრევე დაიწყო აშენება ფქვილის ქარხნებისა. ფქვილის წარმოება, რომ აფრიკასო მე შევაჭმევო პურსო. ოღონდ რუსეთიდან წამომავალი ხორბალი იფქვებოდა უკვე თურქეთში, იქაური ნაწარმის სახე ეძლეოდა და მიდიოდა აფრიკაში, ხო? შუამავალი გამოდგა თურქეთი. და ეხლა თურქეთი ესე თავისი ნებით ხო არ აშენებდა, იმან ხო სარგებელი ნახა იქ. ხო. თან ძალიან დიდი. ხო. და მასე იქნება შუამავალი ვიღაცა იქნება. თავის ინტერესებს ატარებენ რა. სისლაბი მაგით უაწყობთ. ეხლა ევროპა ყოველთვის უწუნებდა ხოლმე რომ რუსეთისგანო აი გაზი დაგვიძვირდა და ისავდა. ეხლა ევროპაში მე ქვეყანა არ მიმაჩნია, ვინც იტყვის რომ მე სუსტი რუსეთიდან იაფად არ მინდა გაზი. რა თუ და იმას ძლიერი რუსეთი, იმას უნდა სუსტი რუსეთი, საიდანაც გაზ შეისყიდის იაფად. სუსტი რუსეთი, მაგრამ არა დამარცხებული. ხო, დამარცხებული არა, იმიტომ რომ ერთ-ერთი პოლუსი გაითიშება მსოფლიოში. და ეს პოლუსი რო გაითიშოს და ორი პოლუსი დაგვრჩეს, მაგალითად დღეს რო აი წარმოვაჩინოთ, რომ გვაქვს სამი ძალა, ხო, რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა, ხო? თუ სამი პოლუსი არ იარსებებს, ჩემი აზრით, მერე მართლა შეიძლება მოხდეს მსოფლიო ომი. მესამე მსოფლიო ომი და მართლა ატომური ომი, როცა ერთი-ერთზე დარჩებიან რა. და ეს სამი ძალა რო არსებობს, უკვე ერთმანეთს არეგულირებენ რა. ხო. შენ როცა ფრონტი დამბრუნდები რომელიმე ქალაქში. დიახ. რა განწყობას ხედავ იქ? ხალხი ახლა უკვე დაზაფრული არის თუ ჩაულები თავის ცხოვრებით ცხოვრობს? ცუდი რაც აქვს ამ ხალხს, ცუდი არ არის, ეგ ალბათ მიჩვევა არის რა. ადრე თუ სიტყვაზე საჰაერო განგაში ირთობოდა და ყველანი თავშესაფრებში გარბოდნენ, დღესდღეობით უკვე ბოდიში ამ სიტყვაზე და გატრუხებულია ხალხს. ადრე როცა განგაში ირთობოდა, ბანკი აღარ მუშაობდა, მაღაზია აღარ მუშაობდა, კლიენტი და მაღაზიის გამყიდველი ყველანი თავშესაფარში გარბოდნენ, მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდებოდა და ყველანი თავშესაფრებში. ეხლა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს, როგორც აი წარმოიდგინე, არ ჩაირთო განგაში, არაფერი სირენები არ არის ჩართული და მიდის ჩვეულებრივ ცხოვრება, ხო? და ის სირენა მაინც თავისთვის ყვირის. აი მაგალითად ბოლო დღეებში თუ გახსოვს სუმში რო დატრიალდა ის დიდი ტრაგედია, ხო? მაშინაც განგაშები იყო ჩართული, მაგრამ ეხლა ჯერ ერთი არავინ მოელოდა ბავშვების სათამაშო ბოედაზე ჭურის ჩამოვარდნას მომენტში, მაგრამ უსაფრთხოება ეხლა სახელმწიფო ხოვალდებულია რომ გაგაფრთხილოს. ეს იაფრთხილებდა ადრეც და ხალხი დაცლილი იყო კიევი და ხალხი ცხოვრობდა პადულებში, მთელი სართულები ცხოვრობდნენ დაბლანა. ეხლა უკვე სხვანაირად ფიქრობენ რა, უკვე ბევრისგან უკვე გამიგია რომ რავი თუ მოვკვდები, ეხლა რაკეტა თუ დაგეჯახება, ხო, რომელ სართულზე იქნები, მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს რა. ესე აი უკრაინელი ჯარისკაცები როცა ჩადიან ქალაქში და ხედავენ რომ თანატოლები შეიძლება შენც ხედავ ახლა შენი ტოლი ადამიანი საერთოდ არც არის დაინტერესებული შეიძლება ჯარით და ის თავის ცხოვრებით ცხოვრობს ანუ რაღაც იმუნიტეტი გამოიმუშავა იყიდა თუ რა ქნა რა მნიშვნელობა აქვს ანუ რაღაც უსამართლობის განცდა არის მაგ დროს ჩემთან მიმართებაში კი და თვითონ უკრაინელებში ვერ ვატყობ ხოლმე რა იმიტომ რომ შეიკითხები რომ აი შენ ხელა ხო არის და ეგ რატო არ არის ომში რა ვიღაცას ანახსნა აქ ან მრავალშვილიანი ან რაღაცა მაგრამ თვითონ უკრაინელი არ არის დაზაფრული იმით, რომ იმას პატრონი ყავს, კრიშა ყავს და всё, არ არის. ან თუ დახსნილი არის ჯარიდან ახლა, ეგ ფაქტების ბევრი ყოფილა, რომ კორუფციული სქემით რაღაცა ვიღაცამ ფული ვიღაცას გადაუხადა და ან ჯარიდან დაბრაკეს, ან რაღაცა ისეთი ის არის, რომ აი მაგალითად ახლა ჯარში უფრო მიყავთ
უცოლშვილოები ვიდრე სამი შვილი ვისაც აყავს არასრულწლოვანი ან თავისუფლებენ ჯარიდან რა რომ შეგეძინება იქ მესამე შვილი უკვე განთავისუფლებენ. აი მეორე სამამულო ომის პერიოდში მე როგორც ვიცი და მახსოვს სტალინის დროს რა ნუ კარგი ეგა ჰქონდათ რომ ვისაც ბევრი შვილი ყავდათ ის მიყავდათ ჯარში რა იმიტომ რომ შეკაი დედმამიშვილო შენ თუ ყავს 5 შვილი და 6 შვილი და იმიტომ არ მიდიხარ ომში რომ შენ ბევრი შვილები ყავს და შენ იმედზე ისა შენ ახარ დარჩენილი ვიღაცა ჩამოსული ქართველის ან ამერიკელის ან სხვა რაიონიდან მოსულის ხო ის მოიბრუნებს ხულს და შეიძლება გაიქცეს ვაფშე და ნუ იქ მაშინ რა იყო ჩადებული სისტემა მაგ სამამულო ომის პერიოდში რომ ყველა თავის ოჯახს უფრო მეტად და ძლიერად დაიცავს. ეხლა შენ შვილებს უფრო მაგრად დაიცავ ვიდრე ჩემი მეძე რო იყო ხო? მე რო ალბათ გადაწავიდი ან მომკლან სხვა თემა არის. ხო და ეს რა მრავალშვილიანებს არ აუმებენ. მე პირიქით ამგონია, პირიქით ისინი უნდა აუმო. ხვალ რო არჩევნები იყოს, აი დაუშვათ ხვალ არჩევნები არის. მონაწილეობს ზელენსკი, ზალუჟნი, კიდე სხვები. შენიაც ვინ მოიგებდა? ვერ გეტყვი. ეგ არის რთული საკითხი. თვითონ იმიტომ რომ ნუ თავიდანვე ზელენსკის ახლა ძალიან დიდი მხარდამჭერები რო ყავდა, ვიცი და ისეც აირჩიეს რა. მე მაგათი პოლიტიკას თუ ისე ვერ ყვევი ხოლმე ნაკლებად ვერევი, მაგრამ ნუ ომი მიდის ხო, ახლა ბევრი ადრე თუ მომხრე იყო მომენტ, იმას უკვე სახლი გაუნადგურდა, ბიზნესი გაუნადგურდა, რაღაც აუფეთქდა, საიდანაც ჯერ სახელმწიფოს ბევრისთვის არა კომპენსაციები მიცემული გამიგე და დარჩენილი არის როგორც ტოლვილად ესე და შეიძლება იმ ადამიანის თავში უკვე რაღაც გადაგვარდა რა, იმან რაღაც ბიზნესი დაკარგა და აღარ უნდა ეგ შენი ზელენსკი და ნუ ყველა ომში რაც არ უნდა იყოს, ახლა ლიდერი ყოველთვის კარგავს თავის იმეს, რა ქვია ну პლუსებს მასას რა ესე რო თქვა პროცენტს ხო და არ ვიცი ზალუჟინი სანამ იყო თავარსარდალი ну ესე რო თქვა ჯარების მმართველი თავიდანვე იძახდნენ რომ ნუ მაგარი არისო და რაღაცაო ნუ მაგის პერიოდს დაემთხვა მაგალითად ირპენიდან და ბუჩიდან გაბრუნება მოწინააღმდეგის ხო კონტრშეტევა ხო ნუ ესენი მაგას ამბობდნენ რომ ეს იყო კონტრშეტევაო მაგრამ მე სხვანაირად თავნათლავ დღემდე რა ეგ იყო მოწინააღმდეგისგან ელვისებული შემოსვლა სამხრეთითაც ყველა მიმართულებით ხარკოვის მიმართულებითაც ბუჩაშიც ირპენშიც და ისინი ელოდნენ რომ თვითონ მოსახლეობა შიშის ფაქტორის გამო დაამხობდა თვითონ დღევანდელ მთავრობას გაიქცეოდა მთავრობა და უკვე ხალხი დაწყლარდებოდა დამშვიდდებოდა იმიტომ რომ რუსი შემოიყვანდა თავის მარიონეტს და დასვავდა მაგრამ ამათმა რომ ვერ მიიღეს ეგ შედეგი რასაც ძალიან ბევრი ჯარები შეაწირეს მართლა რუსეთმა და მართლა რამოდენიმე ხნის განმავლობაში უკრაინა ძალიან დიდი პლუსებით იყო წინ იმით რომ იმათი ჯარები იყო დემორალიზებული საერთოდ და ძალიან ძლიერი ტექნიკა და მაგარი გაწვრთნილი ჯარიც გაუნადგურდა მაგას ირპენში, ბუჩაშიც და ხარკოვშიც. უკვე რომ მიხვდა რუსი რომ ესე აღარ გამოდიოდა, მაგან ტაქტიკა შეცვალა და ნუ მაგ კონტრშეტევებს რო ეძახიან ხოლმე, ეგ ისეთი კონტრშეტევა არ იყო, რომ მოწინააღმდეგეს დაედევნო თუ რაღაცა. მაგათმა დაწიეს უკან ჯარები, გადაიყვანეს ზურგში, ნუ ეს იყო კურსკისა და ბელგოროდის მიმართულებებზე და იქ გადახალისება მოახდინეს ჯარებისა და დაიწყეს ნაბიჯ შემოტევები. ნუ სამწუხარო რაც არის ხოლმე ყოველთვის მოწინააღმდეგის დაცინვა, აბუჩა აგდება ხოლმე რაც მე დღემდე ვერ ვიტან, იმიტომ რომ მტერზე დაცინვა არ შეიძლება, მაშინ აქ დაიწყეს დაცინვები მაგათმა. კარგად მახსოვს, დაჟე იყო შემთხვევა, რომ როცა თურქეთში ჩასულები იყვნენ, მაშინ არახამიაც იქ იყო ჩასული, მოლაპარაკება უნდა და თითქმის ყველა ფერზე მოდიოდნენ გარდა ყირიმისა. და ყირიმზე სალაპარაკოს ვიტოვებთო. ნუ სალაპარაკო თემა რჩებოდა, ყირიმი ყოველთვის ოღონდ შევაჩეროთო და ლუგანსკიდან და იქიდანაც ჯარი გაყავდათ. მაგრამ მაშინ ბორის ჯონსონმა სხვანაირად იმოქმედა და ხალხის ამპარტავნებამ უფრო სხვანაირად. მე ძალიან ბევრს ვიცნობ თვითონ უკრაინელებს რო იძახდნენ რომ აი ახლა ეგენიო ხო წავიდნენ აქედან რომ გავყარეთო. ჯერ ერთი ეგ გაყრა არ იყო, იმათმა ჯარები უკან გასციეს და გადაწყობა გააკეთეს ჯარებისა და ორ კვირაშიო ჩვენ მოსკოვში უნდა ჩავიდეთ და ხო მაგრამ ეგ რა ხონდა შენ რასაც ამბიო ანუ ეგ ირპენი კიევთან მაკედან შეიძლება მართლა თავის გავიდეთ მაგრამ ქვევით ანუ ხერსონი ხარკოვი მან ხო კონტრშეტევა შედგა ნავდი ხერსონზე შედგა კონტრშეტევა მაგრამ ძალიან ძლიერი კონტრშეტევაც ვერ შედგა ხერსონის მიმართულებიდან რო შემოვიდნენ ესე იგი იმაში ნიკოლაევში ვაფშე ქვედანაყოფები გაუნადგურეს უკრაინელებმა გაუნადგურეს, მაგრამ იმათმა წინ აღარ წამოიწიეს ხერსონი დაიჭირეს, დაიკავეს ხერსონთან თავდაცვა, მაგრამ ამჯობინეს რომ მოდი მდინარის იქით გადავიდეთ. ხო,
და უკეთესი არის, იმიტომ რომ ბუნებრივი საფარი გაქვს, მაინც გინდა არ გინდა. ნახევარი ქალაქი ახლა დაკარგული იქნება თუ არ იქნება. ახლა რო იძახის თუ არა და რუსი რო აი მე მჭირდება ზაპოროჟიეს ოლქი, ეს დონბასი და ლუგანსკი და ისინი და всё დავამთავროთ ომი, ხო? მომენტ. ეგენი, რუსის მშვიდობა არავის არ გაუგია და არ არსებობს და მაგათმა რო ეგ ტერიტორიები დაიკავონ სიტყვაზე, ხო? ისე დაიკავებენ, რომ უკვე ძალიან დიდი ქალაქი, ერთ-ერთი დიდი ქალაქი დნეპრი ხდება იმათი სარაკეტო ცეცხლის ქვეშ ყოველთვის რა და ეგენი არასდროს არ მოასვენებენ. როგორც აი ჩვენ მაგალითად ცხინვალის მიმართულებაზე გქონდა ხოლმე ჩვენ პოზიციები და ამდენი წელი ხო მithom გაყინული კონფლიქტი იყო და ისა, მაგრამ ყოველდღეს როლებში ვიყავით ხოლმე ისინი იმდენს გვესროდნენ, სანამ ჩვენ პროვოცირებას არ გამოიწვევდნენ. იმ გამოწვეული პროვოცირებით უკვე ის артиლერიით გიხსნის ცეცხლს გამიგე. ხო, გამოცდილია ეს არის აპრობირებული მეთოდი. ერთი უკრაინელებისა რაც მომწონს ის რომ იმ მოლაპარაკებებზე არ მიდიან, რომ იციან რომ მოატყუებენ რა და აზრი არა აქვს მოლაპარაკებებს. ყველაზე მეტად რომელი ქართული საჭმელი გენატრება ხოლმე? ხაშლობა. ერთი ადამიანი რომელსაც ისურვებ რომ ყოველი დავალების შემდეგ ჩაიხუტო. ბავშვები, ჩემი შვილები, ოჯახი. ყველაზე გულისამაჩუყებელი მომენტი რაც გინახავს ფრონტზე. რო კვდება ადამიანი და ვერ ეხმარები. და დადებითი ცოტა. ეგ უარყოფით დადებითში. დადებითი არაფერი ფრონტზე რა უნდა ნახოთ. რისი გემო აქვს ომს? აი ერთი სიტყვით რომ თქვა, რისი გემო აქვს? შენთან რა სტანსუნთან ან რა გემოსთან ასოცირდება? ტალახი. გემო პირდაპირ გაგებით გემო ეს არის ტალახის და სუნი არის აფეთქების, ეს დეტონაციის, არა, დენთის სუნი ნაკლებად გაწუხებს აფეთქება ძირითადად. ყველაზე სასაცილო შემთხვევა რაც გახსენდება? ყველაზე სასაცილო შემთხვევა? ამისინ ვიყავით 2 კვირა ისეთ პოზიციებზე მოწინააღმდეგესთან, რომ ყოველდღე გვესროდნენ და ჩვენ არ ვესროდით ხოლმე, მაგრამ მე გითხრეს, რომ ბოდიში თუ არასწორად იყავით მაგ პოზიციებზე. როგორ? ბოდიში არასწორად მოგიწიათ მან ყოფნაო. და დღემდე ველოდები საჭმელი რო უნდა მოეტანათ. 2 კვირა მომიწია მასე. მე გაჩვენების იმაში პადოლში რომ ეძინა. დავალების წინ რამეს უსმენ? ან სიმღერას ან ლოცვას ან რა? არა. მილოცია ფრონტის ხაზზე და ალბათ ყველაზე გულმხურვალეთ მაგ დროს მილოცია ცხოვრებაში რა და ყოველთვის ღმერთთან მაგ დროს უფრო ახლო ყოფილვარ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ მოკვდავი ადამიანები განსაცდელში უფრო ვიხსენებთ ხოლმე უფალს. შენი შვილი რომ მოვიდეს და გითხრას რომ მეც ან როცა გაიზრდება რა, შენც უკვე გაზრდილი იქნე მაგ დროს უფრო და გეუბნება რომ მეც მინდა ომში წავიდე. შენ იმ პასუხი რა იქნება? ჩემი პასუხი იქნება ძალიან მარტივი და ლოგიკური. ჩემმა შვილმა პირველ რიგში ქართული ჯარს უნდა ემსახუროს, იმიტომ რომ რახან მე ვიმსახურე, მე ვალდებული ვიყავი და ჩემი შვილიც ვალდებული არის როგორც საქართველოს მოქალაქე. უნდა იმსახუროს საქართველოს შეიარაღებული ძალებში. თუ სამხედრო ცოდნა აინტერესებს, შემდეგ მე ყოველთვის დავეხმარები არა ფინანსურად, არამედ ყველანაირად იმით, რომ იმან სამხედრო ცოდნა მიიღოს, თუ დაინტერესება ექნება, რა თქმა უნდა. და მე თუ აირჩევს თუნდაც უცხო ქვეყანაში წასვლას საუბრად, ერთადერთი ჩავერევი იმაში, რომ ვეტყვი, რომ სიმართლის მხარესი ბრძოლე ყოველთვის მეთქი და მოწინააღმდეგე არასდროს არ დაამცირო, მტერს არასდროს არ დასცინო და აბუჩათ არ აიგდო და მტრის ადგილზე ყოველთვის ტყვეობაში ყოველთვის შენი თავი წარმოიდგინე და მოეკეცი კარგად ყველას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ომმა გასწავლა? ადამიანების განსხვავება. ანუ არიან ადამიანები, ვისაც ვენდობი დღემდე და თვალდახუჭული და ვიცი რომ იმასთან რომ იქნები ფრონტის ხაზზე არასდროს არ დამტოვებს და არ მიმატოვებს. და მაგალითად რა გიშლიდა რომ ეგ გამოცდილება ჩვეულებრივ ცხოვრებაში ქონოდა? მაგ გამოცდილებას ჩვეულებრივ ცხოვრებაში ვერ მიიღებ, იმიტომ რომ წეღანაცა ვთქვი, ღმერთი ადამიანებს გვახცენდება განსაცდელის დროს და ყველაზე მაგარი ლოცვა არის უშუალოდ ფრონტის ხაზზე და ყველაზე მაგრად რო ილოცო ფრონტზე უნდა იყო და ყველაზე მაგარი მეგობარი რო გამოცადო მაინც ფრონტზე უნდა იყო. ასე რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ძნელი არის. ვიღაცამ შეიძლება ტყუის გამო გაკრიდოს, არსებობენ ესეთი ადამიანებიც, იარაღის გამო გაკრიდოს და აი იმას ვისაც თვალდახუჭული ენდობი და ვის გვერდზეც შენ გძინავს და ის ფხიზელი შენ ყარაულობს, ხო? მაგაზე მეტი მეგობრობა და სიკარგე რა გინდა. და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, როგორ წარმოგიდგენია? ომით თუ მშვიდობით? არა. ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მე ყოველთვის წარმომიდგენია ცოდნით, რომ იქნები ძლიერი და მცოდნე,
თვითონ იმ ოკუპირებულ ტერიტორიას მოუნდება შენთან შემოერთება. მათ ჩანჩალა რო იქნები და უცოდინარი, ხო? იმას მოუნდება ოკუპაციაში ყოველთვის მოგაქციოს და ყოველთვის რა ვიცი, თუ ესე ივლის ეს მცოცავი ოკუპაცია შეიძლება ჩვენც ხვალეზე გაქ ოკუპაციაში მოვხვდეთ ისე რომ ვიძახოთ რომ ჩვენ ვართ კახელები და ვართ კახეთში და რეალურად გქონდეს მართულხართ შემოერტყმული. ამიტომ ცოდნა თანამედროვე, მით უმეტეს სამხედროებისთვის. იქნები ძლიერი, ყველაფერი იქნება მშვიდობა. რა ვიცი, მე და წინაპრები დიდი ხალხის ნათქვამი რაც არის სისხლის დაკარგული ყოველთვის სისხლით ბრუნდება რა. ეხლა რაც არ უნდა მოლაპარაკებებს იძახიან ხოლმე ცოტა თემას გადაუხვევ მოლაპარაკებებს იძახიან რუსეთთან ხო არ მგონია რომ რუსმა ის ნაბიჯი გადადგას რომ მართლა მილიონობით შეიძლება მილიონამდე კაცი ყავს მაგას დაღუპულიც და დაჭრილიც და დასახიჩრებულიც რა არ მგონია რომ მაგათმა ეგ სისხლი მასე ჩაამთავრონ რომ ესე თქვან მე ერთ ხელის მოსმით რომ ხო კაი მოდი მარტო ყირიმი დამიტოვე ანუ ვაფშე ეგეც არ მინდა და სულ თქვენი იყოს და ნახონდის და თუ მასე იტყვის უფრო საშიში არის იმიტომ რომ რატო და თუ ამდენი ხალხი დახოცა და რის გამო დახოცა ამდენი იარაღი გაისროლა ამდენი რესურსი გაისროლა შეიძლება ვთქვათ ხო ის ევროკავშირია თუ ამერიკა თუ ვიღაცას თავისი საკუთარი ბიზნეს ინტერესი გააჩნია ამ ომში ხო მაგრამ რუსეთი ხო თავისას ხარჯავს და არ მგონია რაც არ უნდა ის იყოს იმათაც ტვინი აქვთ და რაღაცაში აზროვნებენ ახლა რომ ახლა ერთი ხელის მოსვით თქვას რომ всё შეეშინდა ვიღაცას ტრამპისა და დავაი ეგ ტერიტორიები თქვენი იყოს და ბოლო კითხვა შენც აი პატარა გეზრდება რას უსურვებ რას ეტყვი ახალგაზრდებს რა ვიცი ესე ორი სიტყვით ძნელი არის თქვა მაგრამ რაღაც მონახას გავაკეთებ რომ მიხვდნენ რა თავარი ახალგაზრდებმა რაც ევალებათ პირველი სწავლა განათლება ეს ამპარტავნებები დაივიწყონ, სხვების დაცინოები უნდა დაივიწყონ პირველ რიგში და პრაგმატულად უნდა შეხედონ ცხოვრებას. და დროულად გამოერკვნენ საერთოდ ცხოვრებაში რა უნდათ რა. ნუ მე როგორც ყოველთვის მაინც ყველაფერს განათლებას უკავშირებ რა. თავარი არის განათლება რა. განათლებული ერი ყოველთვის არის ყველაზე ძლიერი, რომელსაც ვერანაირი მოწინააღმდეგე ვერ ამარცხებს რა. ეს იქნება ქალი, იქნება თუ კაცი იქნება და ყველამ უნდა აკეთოს მერე თავისი პროფესიიდან გამომდინარე თავის საქმე და ახალგაზრდობაც წარმატებული და კარგი თაობა წამოვა და ძველგაზრდებიც უკვე ყველანი იქნებიან გამორკვეულები რა ყველაფერში. მადლობა. უნდა შეაფასონ ერთმანეთი და დააფასონ. კაი. კარგად მყავდით ყველანი.